მოგესალმებით. დღეს შაბათია 22 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ უყურებთ Prime House-ის live show-ს. მე კი მისი წამყვანი მარიამ სანოგო ვარ და ჩვენი ჟიურიც ადგილზე არის ტელეწამყვანი და დიზაინერი აფთანდილი. უმშვენიერესი ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძე. ახლა კი მინდა გარკვეული ინფორმაცია გაგაცნოთ. ჟიურის წევრი პითო სეთურიძესა და რუსთავიორს შორის შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც ნიშნავს, რომ დღეიდან პითო სეთურიძე აღარ არის Prime House-ის ჟიურის წევრი. აღნიშნული გამოწვეულ იქნა მხარეებს შორის ინტერესთა შეუთავსებლობითა და წინა ლაივზე იმ ფრაზების გაჟღერებით, რითაც მან მაყურებელს მიმართა. რუსთავიორი არ იზიარებს პითო სეთურიძის გაჟღერებულ მოსაზრებას მაყურებლის მიმართ და გმობს ნებისმიერი მონაწილის მხარდამჭერის შეურაცხყოფას. და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ყველა მონაწილის მხარდამჭერი მაყურებელი მნიშვნელოვანია და დასაფასებელია. ახლა კი დროა ჩვენს მონაწილეებს შევეგებოთ, რომლებზეც უკვე სრულიად საქართველოს საუბრობს. მათ 10,000-ობით ონლაინ მაყურებელი ყავთ. ერთდროულად უამრავი ადამიანი ადევნებს მათ ხალხურს. Instagram-ზე, YouTube-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზე ყველგან მათზე საუბრობენ, ყველა მათ განიხილავს, მათ კონფლიქტებს, მათ სხვადასხვა ეპიზოდებს ცხოვრების. და ისინი დღეს სპეციალურად ამ სტუდიაში მოვიდნენ იმისათვის, რომ განვიხილოთ განვლილი კვირა. გთხოვთ შეეგებეთ გიორგი ნათაიძე, აფთანდილ ჯაფარიძე, სალომე კაპანაძე, ლიზა ქონიაძე, როიალ გადვინი, პატა ჭონიაშვილი, იგივე პატრიკი და თეო კოჭლამაზიშვილი. ახლა კი ჩვენი სამი აუთსაიდერი. თეონა წიწაკიშვილი ნომრით 09033301 ანი ყიფშიძე ნომრით 09033302 და ქეთევან ჩერქეზია ნომრით 09033303. როგორც ხედავთ, ჩვენი მონაწილეები ყოველ კვირად უფრო ნაკლები რჩებიან და კონფლიქტებიც გრძელდება. სხვათა შორის ამ კვირაში გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად ხდებოდა კონფლიქტები, დღეში რამდენიმეც კი ხდებოდა და ძალიან საინტერესო იყო მაყურებლისთვის ამ ყველაფრის თვალის დევნება და მე მინდა პირველ რიგში დავიწყოთ გადაცემა კონფლიქტით, რომელმაც გააღვივა ყველა მომდევნო კონფლიქტი. მოდი ვნახოთ პირველი ეპიზოდი. ხდება 4 კვირა გავიდა ხალხო, ის ვიღაცა თავს აწოდებს, თურმე მე არ მინდა ამ თამაში, იმიტომ რომ აქ ხალხი არ ჩანს ეს, იმიტომ რომ ხალხი ვერ ხედავს. შენ რა? რა თქვი? რა თქვი? რა თქვი? ჩემთვის თქვი, ისე რა ვარ. თქვი? ბანანი ვისესროლე. შენ? რატო? იმიტომ. რატო პატარა? ბანანზე მეტის ღირსი. რაო, აგდება გინდა წყობიდან გამომიყვანო? მე? ზერო, ამბავი არის ზერო. შენ მეტი არაფერი. შენ არ ცდილობდი მთელი ზერო წყობიდან ალალ შენ ალალ ბედად დავალ სადაც შენ იქაც მე ყველაფერზე მიდიან. ბოლოს მგონია რომ დანას დამარცხავენ. ცხოვრე დაგიბულა ყველა ბოროტება. ყველა ბოროტება უკან ღმერთს ხოლმე ისე დაიტანო. ისე დაიტანო ცხოვრებაში. როგორც მე ვგზავნა. ყველაფერი მიუიდეს, ყველაფერი ბუმერანგი. საღამოთი რომ დაწოვება სალომე კაპანაძე ქალბატონი თავის ლოგინში ბალიშის ქვეშ შეყო პატარა ხეს ნახავ გავწყვი ბანანებს ტარარა Деревня. Ой. Зачем бедно? Ой. სალომე, შენით უნდა დავიწყო. მითხარე, ვის ესროლე ბანანის ქერქი და ვის იმის ამართით ითქვა ის, რაც ითქვა?
დღეს ჩვენ გავიხილავთ სალომეს აქციელს, როგორ მოიქცა, ეს რა პანიკები ატეხა და რა ჩაიდინა, მაგრამ რა თქმა უნდა არ განვიხილავთ. დღეს ჩვენ ძალიან ბევრ რამეს განვიხილავთ, მათ შორის ამ საკითხსაც აუცილებლად. რა მიზეზები იყო, როგორ მივედი ამ მდგომარეობამდე საერთოდ? ვინმე მიცით, როგორ მივედი ამ მდგომარეობამდე? მოგვეყავი, ამიტომ ვარ დღეს აქ, რომ შენგან მოვისმინოთ შენი არავინ ვერსია. არ იცის და ეს კიდევ ცალკე თემა, რატო არ იცის არავინ. მოგიყვებით. ერთი კვირის განმავლობაში მე ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. ეს იყო შეურაცხყოფა, რა ვიცი, დამუქრება, ყველაფერი აბსოლუტურად. რა თქმა უნდა არ იცით. ვისი მხრიდან? მოდი, რადგანაც ვსაუბრობთ, ჯობია სახელებით და კონკრეტულად ვისაუბროთ. გიორგი ნაზღაიძის მხრიდან, რა თქმა უნდა. მივიღე ასევე ქალისგან მე რეპლიკები, საშინელი რეპლიკები. როგორიც არის გასიებული ბოდიში, მაგრამ ცხნერის ბოჭკა, მოზვერი. პირობას გაძლევ, რომ აუცილებლად შევეხებით ისე როგორც უნდა განიხილებოდეს ეს თემა. მაგრამ ახლა მოდი ამ კონკრეტულ ეპიზოდს დავუბრუნდეთ. ცხნერის ბოჭკა, კიდევ ერთხელ ბოდიში, მოზვერი, ხო, ვლაპარაკობ და უნდა მივიდე მაქამდე. უბრალოდ მინდა რომ კონკრეტულად ეს საკითხი გავიხილოთ, რადგან შენი ნახსენები თემები აუცილებლად არის გადაცემაში და ეს ჩვენი ინტერესებიც არა ეს საკითხი განიხილოს. რეპლიკები. ხო, ბანანს იმხელა განხილვა მოყვა და იმხელა პანიკები მოყვა, რომ მე მეგონა რომ ბანანით ადამიანები დავჭერი და სიტყვებს რომელიც მოყვა ბანანს. ხო, მე მეგონა რომ რაღაცა ჩავიდინე და დავჭერი მართლა ადამიანები და რაც შეეხება გინებას პირდაპირ ეთერში, არ არის ეს განსახილვი ამბავი, იმიტომ რომ მე ამის გამო პასუხიც ვაგე, შენიშვნაც მივიღე, გავითვალისწინებ აუცილებლად ამ შენიშვნას და მსგავსი ფაქტი რა თქმა უნდა აღარ განმეორდება და დღეს მინდა ყველაფრის მიუხედავად მოვიხადე ორი ბოდიში. ერთი ბოდიში რომ ვისროლე ბანანები. ბანანის ქერქი იყო. და მეორე ბოდიში რომ ვერ დავუმიზნე. კარგად. როგორც ხედავთ, ეს კონფლიქტი კვლავ გრძელდება და კვლავ აქტუალურია თქვენ შორის. სალომე, მოდი, აქვე გეტყვი, რომ ის თემები, რაც ახსენე, აუცილებლად არის ჩვენს სპეციფიკში, აუცილებლად განვიხილავთ ამ თემებს, ისე როგორც საჭირო არის. რა თქმა უნდა. კარგი, მოდი, გიორგი, შენთან უნდა გადმოვიდეთ, ხო, რა თქმა უნდა, მოგესალმები ასევე. გიორგი, მაინტერესებს, შენ მთელი კვირის მანძილზე ითხოვდი, რომ სალომე დასჯილიყო. სალომე მიიღო გაფრთხილება. და მადლობა პრაიმ ჰაუსის ხელმძღვანელობას ამისათვის. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განმეორდები. ძალიან ბევრი გზა არის იმისა, რომ ადამიანს გასცე პასუხი სხვადასხვა გზებით. არ არის სავალდებულო, კიდევ ერთხელ განმეორდები, ოჯახის წევრის მიმართ იყოს შეურაცხყოფა, იმიტომ რომ მე თუ შევძელი ამდენი ხნის განმავლობაში ეს არ გავაკეთო, შეუძლია სხვა მონაწილეებმაც იგივე გააკეთოს. გიორგი, მოდი ვთქვათ, რომ შენი მხრიდანაც ძალიან ბევრი შეურაცხყოფა გაჟღერდა პროექტის მანძილზე. ვერ ვიტყვი, რომ გაჟღერდა ვინმეს მიმართ დედის გინება, ესე რომ ვიღაცას მიუტრიალდი მონაწილეს და უთხარი შენი დედა შებეცი. ნახე, ილციტყვაობა არის ის, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. მით უმეტეს პირდაპირ ეთერში, მით უმეტეს გვიყურებენ უამრავი მაყურებელი ყავს, რომელსაც პატივი უნდა უცეთ და ამ თემასთან აუცილებლად დაუბრუნდებით, რადგან ეს პირველ რიგში თქვენ გაყენებთ შეურაცხყოფას რეალურად. და ძალიან ცუდი მხრივ გაჩვენებთ თქვენ. ნახეთ, ერთი წამი უნდა დავამატო. კარგი, გისმენთ. ჩვენზე მეტია ყველა თუ არა რაღაცა ნაწილი მონაწილეები სხვადასხვა გზებით ცდილობენ შეურაცხყოფის მოყენებას და ნუ დედის გინება დაუსრულებელი იყო და ძალიან დიდი ბოდიში უბრალოდ თუ გავაჟღერე ერთი ფრაზა, ეს არაფერია, როცა თითქმის ჩვენზე მეტია გინება და შეურაცხყოფა, მოდის ჩემ მხარეს, მე ვცად ვითმენ და ვცდილობ, რომ პროექტს მივცე იმის უფლება, რომ მისცეს გაფრთხილება ამათ. მეტი არაფერი. კი ბატონო, ეს ამ საკითხზე იყო გაფრთხილება სალომეს მიმართ. ძალიან კარგი, კიდევ ერთხელ მადლობა პრაიმ ჰაუსის იცავს თავის წესებს და ეს საკითხი კიდევ განიხილება აუცილებლად. ანი,
შენთან გადმოვდივარ ახლა. რადგანაც შენ იყავი ჩართული რეალურად ამ კონფლიქტში და შენი აზრით, რატომ მოხდა შენი მისამართით, მოხდა თუ არა შენი მისამართით სროლა, მიიღე თუ არა შენ თავზე ჯერ ეს მითხარი. რა თქმა უნდა მივიღე. და რატომ ის სროლა შენი მისამართით, მაშინ როგორ თვლი? როგორც ციდახის ბოდიშს ვიხდიო იმის გამო, რომ ვისროლეო და იმის გამო, რომ ვერ მოვარტყიო. თქვი ვისაც ვერ მოვარტყი. გასაგებია. გიორგის ნაძღაიძის მისამართით იყო ეს ნასროლი. შენ პირადად მიიღე თუ უბრალოდ შენი შემდეგი რეაქცია რევანში იყო გიორგის დასაცავად? გიორგი და მე ერთად ვიწექით ალუბლის ხესთან. გასაგებია. განჩვეულობრივი კარგი, მომენტია. მაშინ ახლა სხვა რაღაცას კითხავ. რატომ დაუტოვე შემდეგ უკვე ბანანის ქერქი სალომეს ბალიშის ქვეშ? იმიტომ რომ რაც გადაგდებული იყო, მინდა რომ თვითონ ჩაეგდო ნაგავის რა ხუთში. ბანანები გავაფუჭე? და მე სახეზე გისვია ეგ ბანანები. კარგი, დანარჩენებსაც უნდა ვკითხო აუცილებლად, რადგანაც უდიდესი ნაწილი შეესწარით ამ ინციდენტს. როიალ, შენი აზრით იყო თუ არა ეს გინება მიმართული გიორგი ნაზღაიძისკენ? ზოგადად კონფლიქტის დროს, აი ეს რაღაც პატარა რაღაცებით რო იწყება და ერთი კვირა გრძელდება, ბოლოს ხდება რაღაცა მიუღებელი და მაგაზარი მთლიანი ყურადღება სამწუხაროდ. ნუ, რა თქმა უნდა, არ ვამართლებ საქციელს, უბრალოდ მაშინ ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. ვის მიმართ იყო, მაგაზე მნიშვნელოვანი არის საიდან მოვიდა ეს ყველაფერი. ხო ხდები ეს ასეულმე ხო არ გაიღვიძა? ანუ გამართლება აქვს დედის გინება? არა, არანაირად. აქედან გამომდინარე, მაშინ რაღაც განვიხილა. უბრალოდ შენ უნდა შეგეძლოს ადამიანს, რომ პასუხი უბრალოდ გასცე, სიტყვების მარაგი დაალაგო, ისე რომ პასუხი გასცე და არ იყოს ეს დედის გინება. პირდაპირ ეს შენზე კარგი, როიალ, შენი აზრი დააფიქსირა ძალიან ხო შენგან მაინტერესებს. რაღაც ხრივ ვეტანხმები, რომ შეგიძლია სხვანაირად უპასუხო, მაგრამ შეგიძლია ანუ არ მხოლოდ დედის გინებაზე არის, ხვდები? ყველანაირ შეროცხობას რო შევეხოთ, შეგიძლია სხვანაირად შენი ნათქვამი გადმოსცე ადამიანისთვის. გასაგებია, პატრიკ ახლა გადმოვდივარ შენთან კითხვით. მაინტერესებს გიორგის ადგილას შენ როგორ მოიქცეოდი? ბანანი რო ჩემთვის იმესწრება. შეგაგინონ ორჯერ. ორივე ეპიზოდი ერთად. იცი რა არის? დედა შემაგინეს უკვე ლაივში. და მყიდია, იმიტომ რომ იცი რა, როცა ადამიანი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, იმის გარდა ვის გულისხმობ, მოდი კონკრეტულად თქვი, რადგანაც მაყურებელი. აი ბატონი აქ ის დღეს ლაივში იყო, სანამ გადაცემაში მოვიდოდა და პირდაპირ მე და როიალს გვაგინა. მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა არის. ნახეთ როგორი რაღაცა არის. ეს რა თქმა უნდა ჩემთვის მიუღებელი არის. არანაირად ოჯახის წევრები ჩვენ რასაც აქ ვაკეთებთ, არაფერ შუაში არ არიან. ისინი არაფერ ვალდებულები არ არიან, რომ შეურაცხყოფა აიტანონ ან მსგავსი რაღაცა. ერთადერთი რა ვიცი, რჩევათ მიიღეთ თუ გინდათ, როგორც გინდათ ისე მიიღეთ, უბრალოდ გავითვალისწინოთ რაღაცეები, გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენს უკან დგანან ვიღაცები, ვინც ჩვენზე ნერვიულობენ და ისინი არაფერ შუაში არ არიან და სხვა გზით, სხვა სიტყვებით, სხვა რაღაც ფორმით ჩვენი სათქმელი გადავცეთ ამ ადამიანებს. რა თქმა უნდა, უნდა დავუგმოთ ეს დედის გინებები და დიდი მადლობა. ავთანდილ, ახლა შენ დაკითხვა აუცილებლად, რადგანაც შენ გაქვს ძალიან ძაფრი რეაქცია ყველანაირ შეურაცხყოფაზე. შენ როგორ მოიქცეოდი გიორგის ადგილას ამ შემთხვევაში? სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში, როცა ორი ადამიანი არის ესეთ კონფლიქტში და მე პირველ რიგში ვიკითხავდი ვისი მიმართულებით გაკეთდა ეს ყველაფერი. მაგრამ ნახეთ რა არის ისიც ხო შეურაცხყოფელია, როცა ბანანს გესვრიან. მეორე მხარე არის კიდე რომ იგინებიან. მე პირველ რიგში, როცა ადამიანი გეუბნება, რომ მე სიტყვაზე აგეუბნება, რომ მე ეს შენთვის არ გამეკეთებია, მე ვერ მივიღებ ამას მე ჩემ თავზე. ეს უკვე არის ორი ადამიანის ურთიერთობა და ორმა ადამიანმა უნდა მოაგვაროს თვითონ, ორმა ინდივიდმა უნდა მოაგვაროს. მე პირადად მექნებოდა ძალიან მწვავე რეაქცია ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ გინდა არ გინდა, როდესაც ბანანს მესვრის ვიღაცა, მე იმის ბანანის შემდეგ მოყოლებულ სიტყვებს, რა თქმა უნდა, ჩემზე მივიღებ. მე ესე ვიზამდი, მაგრამ ჩემზე მივიღებ ერთია და მეორე არის, როდესაც ვეკითხები შენ ეს სიტყვები ჩემზე თქვი და ადამიანი მეუბნება არ თქვი შენზე. მაშინ მე რატო უნდა ჩავთვალო, რომ ის სიტყვები ჩემი მიმართულებით არის, ნახეთ როგორ არის, ძალიან მარტივია რა. იგივე პრობლემის წინაშე ვდგავარ და პატრიკ, შენ დაკითხო. რამდენიმე წამის წინ ახსენე რაღაც ვიდეო, რომელზეც ჩვენ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს. გითხარი რა ვიდეოა და თუ შეგიძლია რომ გვაჩვენო თან? მე არ მაქვს თან ტელეფონი, ვერაფერს ვერ გაჩვენებთ, მაგრამ ალბათ ამას თქვენც თან ყველა ნახავთ, იმიტომ რომ ეს ვიდეოები უკვე TikTok-ზე
გხვდებს, ჩვენ ხო ყველა ვიდეოს გვიგდებენ inbox-ში, ჩვენი გულშემატკივრები და ასე შემდეგ. ხო და ეს ვიდეო იყო უბრალოდ ჩვენი მისამართით იყო გინება და შეურაცხყოფელი ფრაზები, მაგრამ ნახეთ ამითი რისი თქმა გვინდა. ამ გინებითაც, ამ შეურაცხყოფელი ფრაზებითაც ყველა ჩვენს თავს გამოვხატავ. ზუსტად იგივე შემიძლია ხას არავის არ ვაზიანებთ ამ შემთხვევაში. ძალიან სამწუხაროა რომ ახლა ტელეფონიდან არ გვაქვს. მე თუ შეიძლება დავამატებ ვიტყვი რადგან ჩვენ გეხება ახლა პატრიკის მხრიდან და იქნება განხილვა დარწმუნებული ვარ პატრიკის მხრიდან ძალიან ბევრჯერ იყო ჩემს მიმართულებით ბრალდებები რომელი ბრალდებების ფაქტებით და არგუმენტებით ჯერ ჩემამდე არ მოსულა მე ვითხოვ მე როდესაც პატრიკთან მივდივარ და ვეუბნები პატრიკ მე თუ შენზე ეს გავაკეთე მან ნახე რომ მე გავაკეთე და მე ვიტყვი მე თუ რამე შემეშლება მე ამას ვაღიარებ და ამისთვის ბოდიშს მოვიხდი აუცილებლად ოღონდ ისეთ ბოდიშს მაცა დამასრულებინე და შოუს გარეთ თუ ვინმე თავი შეურაცხყოფილად იგრძნო ამას უარყოფ რა თქმა უნდა მე არ მithქვამს რომ პატრიკი და როიალის და კონკრეტულად მე არავისთვის არ შემიგინებია არ ვარ ის ადამიანი რომელიც კონკრეტულად ვინმეს შეაგინებს მაგრამ ნახეთ რა არის მე თუ ეს გავაკეთე და მე არ ვიცი და მე რამე მეშლება. მე გამოვალ და ჩემს შეცდომას ვაღიარებ და ბოდიშსაც მოვიხდი და ძალიან ვინანებ ამ ყველაფერს. გასაგები, ანუ უარყოფ ამ ვიდეოს არსებობას. მინდა ზუსტი ფორმულირება იმისი, პატრიკ, როგორ თქვი რომ მე კონკრეტულად შენზე და როიალზე, შენ და როიალს მოგაყენეთ შეურაცხყოფა. ამას ხო იცი, მაგრამ აქ ყველა შეიძლება კი არ არის. ძალიან კარგად ხვდებით რა გულის. ანუ პატრიკ ვერ იგივე ფრაზა გაიმეორა რაც გადაცემაში მე ვთქვი კომენტარში და აი ეს ფრაზა ვითქო ნანანანაო. მე დარწმუნებული ვარ რომ ამ ვიდეოს აუცილებლად ექნება განხილვა, ამას ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ და მანამდე მინდა გადავინაცვლო შემდეგ თემაზე. ეს არის კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ოთხშაბათის საღამო, როდესაც მაყურებლები ელიან თუ ვის დაასახელებენ მონაწილეები აუთსაიდერებად. და ვნახოთ როგორ დასახელდნენ და როგორ მოხდა ეს სამი ქალბატონი ამ სკამზე. ნახოთ. არ მოწონებას რაც შეეხება, ძალიან არ მინდა, მაგრამ ეს არის თეონა. მადლობ. ჩემი არ მოწონება ანის. ჩემი დისლაიკი თეონას. ჩემი დისლაიკი ანის. აი. ხო, არ მოწონებას რაც შეეხება, კეთი. და ჩემი არ მოწონება კეთის. მადლობ გიორგი. ჩემი დისლაიკი უნდა დაუწერო თეონას. ნუ ჩემს დისლაიქს თუ წერა ავთოს და ავთოს სანამ ჩემზე იტყვი რომ პატრისია მზეჭამოსო ჯერ შენ ჭამე მე დამიტოვე და გავსინჯა. ეხლა უწერ წითელ არ მოწონებას და ეს არის კეთი. და რა თქმა უნდა ჩემი არ მოწონება გიორგის იმიტომ რომ აი ეს გოგო არის ჩემი. არ მოწონებას რაც შეეხება ვუწერ ისეთ ადამიანს რომელთანაც არანაირი ხუმრობა არ მაქვს გახსნილი ეს არის ანი. ჩემს დისლაიქს დაუწერ პატრიკს. და პატრიკ ეს არ იქნება ბოლო დისლაიკი, შენ დაიწყე ბრძოლა. გიორგი რა გახარებინე აუთსაიდერებში. არის. ესეც არ მომეწონა სხვადასხვა, მაგრამ კეთოს პატიობ, იმიტომ რომ ჩემი გოგოა. გიორგი გილოცავ პირველად 4 კვირის განმავლობაში არ ზიხარ აუთსაიდერების სკამზე. ბედნიერი ხარ და ძალიან ბედნიერი ვარ. მაინც ველოდი რომ სადაც სამი ხმა შემხვდებოდა და ძალიან თვლი რომ არც ერთი ხმა არ შემხვდა, იმიტომ რომ შენი აზრით რატომ არ დაგასახელეს? გონია რომ ამ ეტაპზე ალბათ დაინახეს გულშემატკივრების ძლიერი გვერდში დგომა და მიხვდნენ რომ ამ ეტაპზე ალბათ ჩემ დგომას აზრი არ აქვს. კარგი და დამოკიდებულება შეიცვალა შენს მიმართ, უბრალოდ ტაქტიკა შეიცვალა თამაშის და კვლავ დამოკიდებულება შეიცვალა ჩემს მიმართ, ამას ძალიან კარგად ვატყობ და ტაქტიკა შეიცვალა და როგორც თქვი, მონასტერი სახლში აირია და კი გამოჩნდა უკვე ყველაფერი. ძალიან კარგი. ავთო, სანამ შენთან გადმოვალ, შეკითხვით, მინდა რომ ერთი ვიდეო ვნახოთ და შემდეგ უკვე დაგიბრუნდებით. ნახოთ ვიდეო. გონია რომ ვერა ანალიზებენ რაღაცებს. მართლა მგონია რომ რაღაცებს ვერ ფიქრობენ. ეშინიათ ვიღაცაებისთვის დისლაიქების წერა, გაიგე? ეშინიათ რომ ვიღაცა შემოუტრიალდება და დაიყენებს მერე და დაიცვავს იმაში, რა ქვია, აუთსაიდერებში და
გააგდებს, აი მაგის ეშინიათ და იმიტომ ისვრიან დებილებივით ამ დისლაიქებს. ის კი არა რომ რაღაცა საღი აზრი გაგაჩნდეს და შენი საქციელები არ მომეწონა და всё, მე შენ გაძლევ დისლაიქს აი აქედან გამომდინარე. და უთხარი სიმართლე პირში და უთხარი ის, რასაც ფიქრობ და ჩამორივით ნუ მისცემ იმას დისლაიქს, ვისაც 30 დისლაიქი უწერია უკვე. სამჯერ იჯდა იმაში, რა ქვია, გიორგი, აუთსაიდერებში და 600.000 ხმა მიიღო და ეხა იძახიან, რომ კიდე გიორგი, რაზე ფიქრობენ, ანუ რა გონებაში რა დევს, ანუ მაგათ გონებაში რა დევს და რა გიორგის და სომენ შედეგი რა იქნება მაგის. ყველას პირში ვეთქვი სათქმელს. ანუ არავისთან არ მომერიდება მაგის თქმა. და ესენი ზურგს უკან ჩალიჩობენ რაღაცეებს. გიორგის და რაღაც რომ მომივიდა, მივედი და ვუთხარი, შენ ხარ კაცი, მე ვარ კაცი. კაცები აგვარებენ ურთიერთობას ესე. შენ მეორეჯერ უბრალოდ აღარ თქვა ის, იმიტომ რომ მე არ მსიამოვნებს მსგავსი რაღაცეები შენი მხრიდან. გიორგი მითხრა ბაზარი არაა და იმის მერე აღარ მომხვდარა და ანუ სხვა რატო ვერ აგებინებს მაგას ვერ ხვდები. ავთა მაინტერესებს ამ შემადგენლობით თუ ხარ კმაყოფილი და ეს სტრატეგია რამდენად გამართლებულია შენი აზრით? ეს უკვე ჩემი აზრით ამ ბოლო ხმის მიცემაზე მე დავაფიქსირებ, მე უკმაყოფილო ვიყავი და აქ გამოთქვავდი უკმაყოფილებას იმითი, რომ მონაწილეებს არ ქონდათ მიზეზები არ ქონდათ, რატო დაუწერეს დისლაიქი მაზანას. ერთი წამი. მე ვიტყვი ახლა ჩემს მიზეზს, მე მაზანა, ხო ვთქვი ერთხელ რომ მე და მაზანამ წინა ლაივზე ვილაპარაკე რომ მე და მაზანამ ზუსტად ვიცით რა არის ამ დისლაიქის მიზეზი. მე და მაზანა როცა განვიხილავდით, გქონდა თუ არა მოფიქრებული ვის დაუწერდით დისლაიქებს, მაზანამ ძალიან ბევრჯერ თხოვა რომ დისლაიქი დამეწერა მისთვის. ეს იყო მიზეზი და მაზანა ამას დარწმუნებული ვარ არ უარყოფს, იმიტომ რომ ეს იყო. და დარწმუნებული ვარ ჩანაწერებიც იქნება და ის ხმაც ყველაფერი იქნება ამისი რომ მაზანა მეუბნება რომ დისლაიქს ერთი წამი შეთანხმებულნები გამოვიდეს მაზანა მოვიდეს ჩემთან პირადად და მე მითხრას ყველაფერი თუ ეგრე არ არის. ეს იყო მიზეზი ამისი, რადგანაც იცი რა მაინტერესებს, ყველა აღნიშნავდით იმას, რომ თქვენი პირადი დამოკიდებულება იყო დისლაიქები და არავის თხოვნით არ დაიწერა. მაგრამ ნახეთ რა არის. ეხლა ამბობ, რომ მაზანასთან შეთანხმებული იყო ყველაფერი და მისი თხოვნით მოხდა. ჩემ მე რო არ მდომოდა, მაზანას არ დაუწერდი. ანუ ნიშნავს, რომ გარკვეული ტიპის შეთანხმება შედგა შენს და მაზანას შორის. ანუ ნახეთ რა არის, მეც მქონდა მიზეზი იმისი, რომ მაზანა დამჯდარიყო და ეს მიზეზი იყო ის, რომ მაზანას ძალიან უნდა და გამოეჩინა თავის თავი და დაემტკიცებინა გიორგისთვის, რომ ის მასზე მეტ ხმას ააგროვებდა. მე ძალიან მაინტერესებდა, მაზანა შეძლებდა თუ არა ამას და გარკვეულად მაზანასაც მივეცი ამის შანსი რომ დაეფიქსირებდი და თან ჩემი ინტერესები ვინ მოიგებდა ხმებში, მაზანა თუ გიორგი, ეგეც დავიკმაყოფილე. ეს იყო ამის მიზეზი, ჩემი დისლაიქი. მაგრამ შემდეგ, როდესაც ადამიანი გამოდის და იძახის, რომ ვინაიდან და რადგანაც ბევრ ადამიანს უწერია დისლაიქი, ამ ადამიანს უწერია ბევრი დისლაიქი და მოდი მეც ამ ადამიანს დისლაიქს დაუწევ, ჩემი აზრით ეს არ არის სწორი და მე ზუსტად მაგას ვიძახდი ამ ვიდეოში. გიორგი, ახლა გაჟღერებული ინფორმაცია არის თუ არა კოალიცია შენს წინააღმდეგ? იმ მომენტში, როდესაც მაზანას უწერდნენ ბევრს დისლაიქს, ეს იყო თავისთავად ცალ-ცალკე შეთანხმებული ამბავი, როდესაც მაზანას უნდა და მაზანა თვლიდა ლაშა, უпроსტად ლაშა თვლიდა იმას, რომ აუცილებლად აუთსაიდერებში უნდა დამდგარიყავი და აუცილებლად მომიგებდა თუ დააკვირდებით, ბოლო 10 ლას რო არის 10 წამით, იქაც ბედნიერია თვლის რომ მოიგებდა. და აქედან გამომდინარე დასრულდა ყველაფერი ისევ, აი გამოდის რომ მესამეჯერ გაწირეს თავისიანი კესო, ტატო, მაზანა. გასაგებია, მადლობა. პატრიკ, აუცილებლად უნდა კითხო, შენ განსაკუთრებით ბევრი იფიქრე დისლაიქის მიცემის დროს. ეს რომელ დისლაიქის მიცემას განვიხილოთ? როდესაც მაზანა წინა კვირაში, როდესაც მაზანა აღმოჩნდა აუთსაიდერებში და შემდეგ დატოვა პროექტი Prime House-ი. გეტყვით, ახლა მე რატო დავწერე მაშინ დისლაიქი? ნახეთ, რატო დავწერე ესე, რომ მიზეზი არ მქონდა და დავუწერე უბრალოდ ლაშას და ახლა იმაგასაც ავხსნი რატო? იმიტომ რომ იმ მომენტში არც გიორგისთან, არც ავთოსთან, არც სალომესთან არავისთან არ მქონდა. აი, ხო გამოვალდა მიზეზი ხო უნდა ვთქვა, რომ აი მაგალითად სალომეს უწერ დისლაიქს, იმიტომ რომ რაღაცა. ვერავიზე ხო არ მოვიგონებდი ამ მიზეზს, რომ სალომეს უწერი დისლაიქს, იმიტომ რომ რაღაცა ვერ მოვიგონებდი. აქედან გამომდინარე გიორგისაც მაშინ თუ გიორგიც გაიხსენებს, რომ გიორგისაც უთხარი, ერთი და იგივე რაოდენობის. ამას ყავდა მე მგონი 4, იმას ყავდა 5 და მე ვუთხარი, რომელსაც გაგიხარდებათ, იმას გაგიწერთ მეთქი, იმიტომ რომ ბოლო ხმის მიმცემი ვიყავი, ჩემი დისლაიქი ვერავის არაფერს არ შეუცვლი და უბრალოდ ვინმე სხვას, ვისაც საერთოდ არ ქონდა დისლაიქი, იმას თუ გაუფუჭებდა, რატო
გამიფუჭებინა ვინმესთვის, ხო? რაც აღარ იცვლებოდა, დავწერე, ანუ არაფერი აღარ შემიცვლია, როგორც იყო, დავტოვე ისე. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ უნდა გკითხო, აუთას ამ ვიდეოზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ვნახეთ, რას ფიქრობ? იცი რა არის, ამ ადამიანის კომენტარებზე არაფერს არ ვფიქრობ, ძალიან მეცინება, ძალიან ისეთი არის, ახალისო. და რავი რა, ილაპარაკოს რა, ხალხი ხო ხდება ზუსტად ვიზე ლაპარაკობს რა, ლაპარაკობს როგორ ლაპარაკობს. კარგი. საომე, შენ უნდა გკითხო აუცილებლად, რადგან უკვე მეორე კვირა არის გიორგისთან კონფლიქტი გაქვს, მაგრამ შენ დისლაიკი მაინც ანიმ დაიმსახურა. რატომ? ეს იმიტომ რომ როგორც იქნა მივედით იმ დასკვნამდე რომ გიორგის სპექტაკლი საკმაოდ უნიჭო აღმოჩნდა ჩემთვის და უბრალოდ აი ესე ჩემ გონებაში გავთიშე პრაიმ ჰაუსიდან და აი ესე გადავწყვიტე რომ დანარჩენ მონაწილეებთან ვითამაშო რატომღაც შემდეგ ვიდეოები სულ ჩემზეაო რა რატომღაც მე ვფიქრობ ამ დავამატებ რომ რას გულისხმობ გითხარით ჰაერის ვიდეოზეა საუბარი? ხო, აი ესე ჩემ გონებაში უცებ აი ესე წკაპ და გიორგი პრაიმ ჰაუსიდან უცებ გაქრა. მე ვთვლი რომ ანი გაწირეს ჩემ გამო, ეხლა ანი ზის ჩემ გამო. კარგი, მოდი ანის ვკითხავ ამ ყველაფერს. ანი, შენი აზრით რატომ ზიხარ დღეს შენ ამ სკამზე? დავაშავა ეთყობა და იმიტომ ზიო. თუ უბრალოდ სუსტ მოთამაშედ გთვლიან და თვლიან რომ ადვილად დატოვე პროექტს. მე სუსტი მოთამაშე არ ვარ. კარგი მოთამაშე. ეს ნამდვილად შენი აზრი არის, მაგრამ მაინტერესებს შენი აზრით მონაწილეები რას ფიქრობენ შენ შესახებ? და მონაწილეების დამოკიდებულება შენ შესახებ. უბრალოდ შენი აზრით ხო არ მობეზრდა ჩვენთან ერთად ცხოვრება, ან უბრალოდ გიშორებენ? ორივე შეიძლება იყოს ორივე შემთხვევა. კონკრეტულად ადამიანზე გაინტერესებს თუ ყველაზე ერთად? ორივე განვიხილოთ, კონკრეტული ადამიანიც და ყველა მონაწილე ერთად. ჩემი აზრით გიორგის ჩემთან ერთად პროექტში ყოფნა ძალიან უნდა როგორც მე. სალომეს რაც შეეხება, მე ამ ადამიანთან არის. იცი რა მაინტერესებს, შენი აზრით ხომ არ უნდათ გიორგის დასუსტება შენი გაგდებით? საერთოდ შახმატში დედოფალი რო კვდება, მაშინ რჩება თამაში, მაგრამ ეს არ მოხდება. რადგან ჩვენ ხარ გიორგის რეალურად ერთადერთი თანამოაზრე ამ შემთხვევაში. მაინტერესებს ახლა კონკრეტულად ვიზე საუბრობდი. ზოგადად მონაწილეები თქვი და მე თქვი კონკრეტულად ერთ მონაწილეზე გვეტყოდი. ამ ჩემი აზრით მე ვუყვარ ვარ მონაწილეებს და საერთოდ პრობლემა არ უნდა იყოს ჩემში. კარგი. გმადლობ, კეთი. შენ დაკითხო, ელოდი დღეს ამ სკამზე ჯდომას? კი. 100%. 100%. და ის დისლაიკები რაც მიიღე, იმ დისლაიკებს თუ ელოდი? მარტო თეონას დისლაიქს არ ველოდებოდი სხვათა შორის. გასაგებია. თეონა, შენ საუცილებლად უნდა კითხო, შენ ქონდა განსაკუთრებით მოულოდნელი რეაქცია ლიზის დისლაიქთან დაკავშირებით? მოგესალმებით პირველ რიგში. ასევე მოგესალმებით. ხო, ნუ ეგ ყველაზე მოულოდნელი იყო ჩემთვის. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და ხო, ნუ რაღაცები დავალაგეთ ალბათ. კი, სხვათა შორის ვნახეთ, რომ შემდეგ შენ სპექტაკლზეც დაპატიჟე, ანუ თქვენ შორის კონფლიქტი ჩაცხრა. ლიზი, ხო არ ნანობ ამ დისლაიქს, რომელიც დაწერე? არ ნანობ, იმიტომ რომ იმ მომენტში მე პირადად როცა უსამართლობას გრძნობ და კეთილგანწყობის არ დაფასებას, ნუ შესაბამისად ვიმოქმედე და ეხლა ვხვდები, რომ მე და თეონას ისევ გვიღრება ურთიერთობა, როგორც იყო ის. ძალიან კარგი. თეო, ამჯერად ანის მიმართ შენი დისლაიკი არ იყო მხოლოდ აურა. და როდესაც ვიხილეთ შენი პირველი დისლაიკი მის მიმართ იყო უბრალოდ აურა. ეხლა რა იყო მიზეზი? პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა, რასაც არავის არ ვაპატიებ. არც ხუმრობით და არც პირდაპირ მისვლობით. შეგიძლია კონკრეტული მომენტი გაიხსენო და გითხრა რა ეპიზოდში მოხდა ეს შეურაცხყოფა და რა სახის იყო? ოთახში როდესაც ვიწექით, გოგოები დაგვეძინა. ამოვიდა და ძალიან უხეშად და შეურაცხყოფილად გაგვაღვიძა სამივე. და ასეთი რაღაც მიწოდა, რომ ბანძი ბოსი ვიქნებოდი. ეს სიტყვა, როდესაც მას აკადრეს, ყველა რატომღაც გამოგვიყვანეთ ცალკე, რომ არ დაუჭირეთ ქალური სოლიდარობა არ გამოვიჩინეთ, ესე რომ ვთქვათ და რატომღაც ეს ადამიანი მე ამოდის და იგივე სიტყვებს მამკობს მე. კარგი, ძალიან არავისგან არ მივიღებ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ანი, მე უბრალოდ ძალიან მოვიწყინე ამ ხელასახში მარტო ყოფნით და გადავწყვიტე რომ გამეღვიძებინა და შენი რა საქმეა ყველა მეუნებოდა და არ მეთამაშებოდნენ. ეხლა რა გავაკეთო და რაღაც თხოვნა გამემწარებინა.
გასაგებია, სხვათა შორის მე მახსოვს ის მომენტი, როდესაც თქვენ თითქოს შერიგდით, მაგრამ როგორც ჩანს შენ კვლავ გამოგვყვა წყენა იმ ინციდენტიდან. არა, არ შევრიგებულად, თან ნორმალურად გავაგრძელეთ, ახლა ქაჯობას ვერ დავიწყებ და ვერ ავყვები იმ რაღაცებს, რაც იქ ხდება. უბრალოდ ეს იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც მე მას დავუწერე დისლაიკი, იმიტომ რომ ანუ კიდე გამეორდები, არც ხუმრობით, არც სერიოზულად მით უმეტეს არავის პირად შეურაცხყოფას არ ვაპატიებ. გასაგებია აბსოლუტურად. კარგი. აუცილებლად უნდა კითხო. ავთოს დისლაიკთან დაკავშირებით შენი აზრით ეს იყო რევანში თუ უბრალოდ მართლა რაღაც კონკრეტული მიზეზი იყო იმ კვირაში, რომლის გამოც შენ მიიღე ავთანდილის არ მოწონება? მე ხა ვერავის აქციელზე ვერ ვისაუბრებ, ანუ ეს თავისი აზრი იყო და როგორც უნდა და ისე ვისაც უნდა და იმას დაუწერდა თავისი. თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი რომ ეს იყო. მე მაგალითად ესე არ მოვქცევდი. მე თუ ადამიანი დამიწერს დისლაიქს, ეს იმას არ ნიშნავს რომ მეც მოდიება, მეც შენ დაგიწერე ხა დისლაიქს, ანუ მე ცოტა სხვანაირი გაგება მაქვს ამ კუთხით, ანუ მე თუ ადამიანი არ მომწონს, ან იმის სექციელი, ან იმის ტაქტიკა თუ ასე შემდეგ, ანუ დაუწერ იმ ადამიანს, მაგრამ ამ შემთხვევაში იყო რაღაცა თითქოს ანუ ის რომ წყენის მომენტი რადგან შენ წინა კვირას მე დისლაიკი დამიწერე, მოდი ახლა მეც დაგიწერ შენ. ანუ ცოტა ანუ რაღაცნაირად არ მესმის, ანუ არ არის სწორი ჩემთვის, ჩემი გადმოსახედით. გასაგებია, მადლობა. ავთანდილ აუცილებლად უნდა კითხო ამ დისლაიკის შესახებ. კი ბატონო, მე როდესაც თეონას დისლაიკი დაუწერე, ძალიან კარგად განვმარტე, რატო უწერეთ ისა, რატო დაუწერე თეონას დისლაიკი. ეს არ იყო იმის მიზეზი, ის მიზეზი არ იყო, რომ მან დამიწერა ისა დისლაიკი, ამის მიზეზი იყო შემდეგი. მთავარი არაა რომ წერ დისლაიკს, მთავარია რის გამო წერ დისლაიკს. როდესაც თეონა გამოვიდა და თქვა რომ მე უბრალოდ ავთანდილს ვერ ვხედავ შემდეგ ეტაპებზე ამ შოუში, შემდეგ მე თეონას ვკითხე რომ რატო დამიწერე თეონა დისლაიკი და თეონას პასუხი იყო ესეთი: ვინმესთვის ხომ უნდა დამეწერა? და მე ვეუბნები რომ ნახე თეონა, როდესაც 2 კვირის განმავლობაში მე გაძლევ შენ ლაიქებს. მე ვიძახი რომ შენ ხარ ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი მონაწილე. რატო გამოდიხარ და რატო იძახი რომ შენ მე შემდეგ ეტაპებზე ვერ მხედავ? რა არის ამის მიზეზი? ჩემი აზრით თეონას დისლაიკი ჩემს მიმართ იყო ალოგიკური, ლოგიკა არ ქონდა ამ ყველაფერს და შესაბამისად მეც არ მომეწონა არც მისი მიზეზი, რატომაც დისლაიკი დამიწერა და არც თვითონ დისლაიკი და ვერ დავინახე ამ ყველაფერში აზრი. და აქედან გამომდინარე მე დავუწერე თეონას დისლაიკი და ეს იყო ჩემი მხრიდან. კარგი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. პატრიკ. გისმენთ. ძალიან მეცნება რომ რამდენჯერმე მიწევს დაძახება. პატრიკ, შენგან მაინტერესებს, რადგან ავთანდილმა მიიღო შენი არ მოწონება, მაგრამ წინა კვირაში გვახსოვს შენი არ მოწონება დაწერე მაშინ, როდესაც არაფერს არ წყვეტა შენი დისლაიკი. ახლა მიიღე უკვე გადაწყვეტილება, როდესაც გავლენა რეალურად ქონდა დაფაზე. რატომ გადაწყვეტა ეს სტრატეგია? რატომ გადაწყვეტა ამ შემთხვევაში მქონდა ის რეალური მიზეზი და მიზეზები, რის გამოც შეიძლებოდა რომ ადამიანისთვის დამეწერა დისლაიკი და ეს მიზეზი ლოგიკურია, ხო? დავაფიქსირე, რაც არ მომწონდა, ვისაც ვინც ზედმეტად მიმაჩნდა იმ მომენტში პროექტში და ეს იყო უბრალოდ ჩემი ნუ შეიძლება ვიტყვი რა. გავცე პასუხი, იმიტომ რომ ჩვენ მე იმ მომენტში, როცა ნუ გავიხსენოთ დისლაიკი დაუწერე ავთოს, ზუსტად იგივენაირად, როგორც შენს მიმართ ვიყავი განწყობილი მაშინ, რომ მართლა ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ანუ მართლა რო გამოდიხარ და დისლაიქს წერ, უბრალოდ იმას ხო არ ყვირად ვიღაცამ რაღაცა, ანუ ჭიქა წყალი არ მომაწოდა ან რაღაც, ხო, ანუ არგუმენტირებული უნდა იყოს, ხო, ყველა ვარიანტში. მე მართლა არ ვიცოდი ვისთვის დამეწერა, ანუ ეს იყო, მაგრამ როცა გავიდა ერთი კვირა, მე ვთქვი ხმის მიცემას დროს წინა კვირას, რომ ამ ადამიანს თქო სხვანაირად შევხედე და მიუხედავად იმისა, რომ უკვე დისლაიკი ჩემთვის დაწერილი ქონდა, მე ამ ადამიანს დაუწერე ლაიქი, იმიტომ რომ სხვანაირად დავინახე და მივეცი შანსი, რომ გავხდარი. ძალიან დიდი მადლობა. ახლა კი ჩვენს ჟიურისთან და გადავინაცვლო აუცილებლად და მინდა შეაფასოთ დღევანდელი აუთსაიდერების შემადგენლობა. რომელმა? ხო, პირველ რიგში ძალიან ლამაზები არიან. ნამდვილად. წინვალე სამეული გამოვიდა აუთსაიდერებში. ძალიან მიხარია რომ გიორგი არ არის. დღეს აი დეჟავუ არ მაქვს და როგორ გითხრათ, ყველას თავისი სტრატეგია აქვს და ალბათ ეს ის შედეგია, რაც ჯგუფს ჭირდება და ალბათ გათვლილი აქვს.
ყოველ შემთხვევაში მე ესე მგონია. მადლობ. ნინოც არა. ძალიან ბედნიერი ვარ. მე რამდენი კვირა უკვე თვლა დავკარგე, მაგრამ ამ კვირას მოხდა ზუსტად ის, რაც მე მინდოდა. ახლა ესე იგი გოგოები, რომლებიც ხედან აქ, არა რომელიღაცა კოალიციური გადაწყვეტილებით აღმოჩნდნენ ამ სკამზე, არამედ პირადად უკვე პირადი წყენები, პირადი ფაქტორები იყო გათვალისწინებული. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მიხარია, რომ ესე იგი უკვე ჩვენ გვექნება საშუალება, რომ აქედან პირად ემოციებზე ვილაპარაკოთ. ვინ რაზეა ნაკლები? ხო, მე ჩემთვის მაგალითად ეხლა დაიწყო თამაში. კი, ნამდვილად ჩვენი მონაწილეები ათამაშდნენ, როგორი იქნა. ახლა კი მინდა გადავინაცვლოთ ძალიან მწვავე კონფლიქტზე, რომელიც დღეების მანძილზე დუღდებოდა და ბოლოს იფეთქა. ეს იყო კონფლიქტი ანის და სალომეს შორის. ნახეთ ვიდეო. რომისთვის მithქვამს გაბრაზებულზე ბეჭყა და რაღაც ეგეთი სიტყვა. ეხლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ეს იმიტომ გავაკეთე, რომ დედა შევადგინე. კიდე თუ ისავს, კიდე ვეტყვი. მაგრამ კარგია, რომ დღიური წავიკითხე, იმიტომ რომ ჩემზე შევიტყვე ახალი ინფორმაცია, სალომე ყოფილა ბეჭყა. შენ რა სიზავდი ვინმე ბეჭყა რო დაეძახა შენთვის? შენ რა სიზავდი ვიღაცას რო ეთქვა შენთვის შენი დიდი შესაძლოა. აი არ გამიხილოთ რა ჭამის დროზე. რაზე საუბრობთ მეგობრებო? ბუჩკაზე. ფიქრობ კიდე რომ ჯადო გაგიკეთე? მე ვთქვი რომ შენ გამიკეთე ჯადა. შენ გაგჩახვაული. ის ბოჭყა და გასიებული და ბოღმისგან გასიებული და ისეთი და ესეთი. აი კუთხე რომ ესე დადიხარ და ლაპარაკობ. სადამდე მიყვანს. ანუ მე შენი საქციელიდან გამომდინარე გავაკეთე ჩამქელა. მაგას დაინახა ესე. შენ ხო გეგონა რომ მე დღიურში რაღაცები მეწერა? კი და გეწერა კიდეც. რომ მეწერა? მე ვარ ბოჭყა. არა, შენ გეგონა რომ მე ჯადოებს ვაკეთებდი თუ რაღაცებს და ეგ გეგონა. მაგას ბლოკპეჩში ჩაწერანი? მე საერთოდ ჯადო არ მოვაკეთებდი. საერთოდ ადამიანი თვითონ რასაც აკეთებს, ის გონია რომ ყველა აკეთებს. არ ვიცი. მე ვაკეთე. არ ვიცი. არ შეუგენებია ეს არ ვიცი რაიმე ძალიან და დედაფერივით რო იწყალები? ძალიან და რა შემაგინე ანუ რადგანაც დავინახავ განახე ახლა რო გახვედი ქალბატონო რა თქვი ჩემზე? რო ვთქვი? თქვი ჩემზე? რა ვარაფრენ კარეთ რო გახვედი რა თქვი ჩემზე? მე იაფასიან სპექტაკლებს ვერ ჩამოუჯდები ძალიან სამწუხაროდ მაძუნგალა ის ეს ესეა ჩვენ ვარ დედა შეგაგინებენ. მე ჩუქუჩუკუ კუთხეში არ გავარ. გაზია, ხვდები? რა? შენთვის ლაპარაკობ. შენზე მეტად არა. ჯადოებს გვაბრალებენ. მე ბევრი შენზე მე რამდენი ხალხ მე არც ერთი შენ რამდენი ხალხ და იმას ვითული ხარ? არც ერთი მე ბევრი რა მოხდები რა საკეთებს? ეხ არის ესეთ შორი. რო ყვანან უკვე აღიარე, მაგრამ რა მოგნაჭამი. შეურაცხყოფებ, ამათი ჩვენ ვარ. ჩემზე ვინც თქვა? მაძუნგალა, პუტანკა და ეს სიტყვა ყველას არ შეიგინო. შენ TikTok-მა, კაი? და ფილმმა პარალი მაუსმა. ჩემზე ვინც თქვა გასიებულიო ბოჭმე და ასე შემდეგ. მე ვთქვი. TikTok-მაც, Instagram-მაც, Facebook-მაც და ვაფშე ყველაფერი. მე ვთქვი, ოღონდ გულს უკან არა გეუბნები რომ ხარ. ეხა მეუბნები? ეხა მეუბნები? მე ყველაფერი ვერ მეტყვის ამ რაღაცას. ვერავის ვერ დაუძახებ მძღნერის ბოჭკას. იტახი არ გაგონია. სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ძალიან უსიამოვნო ფაქტია ის, რომ Prime House-ში უმისამართო გინების ტენდენცია დამკვიდრდა და ძალიან ცუდი მოსასმენია ეს ყველაფერი გვერდიდან. ძალიან უსიამოვნო არის და არანაირად არ შეესაბამება არანაირ ეთიკურ ნორმებს. აქვე მინდა აუცილებლად ჩემი და Prime House-ის გუნდის პოზიცია დავაფიქსირო იმასთან დაკავშირებით, რომ გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს და არ უნდა აგვერიოს სხვისი გემოვნების, შეხედულების და სხვისი სურვილების და რაც მთავარია, სხვისი სხეულის პატივისცემაში. დღესდღეობით, როდესაც სრულიად მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ body shaming-ის წინააღმდეგ იბრძოლოს, ჩვენ ვხედავთ ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ შოუში ხდება რაღაც საოცარი ფრაზების გაჟღერება, რომელიც ყველასთვის, მათ შორის ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელი პირველ რიგში და მიუღებელია. ჩვენ Prime House-ში ვართ body positive, ასე რომ მივესალმებით ყველანაირ ფორმას, ზომას
და ყველაფერს პატივს ვცემთ. აქედან გამომდინარე, ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ ყველა მონაწილემ, რომ ამის შემდეგ თუ მსგავსი რამე განმეორდება, რაც შეეხება დისკრიმინაციას, არ აქვს მნიშვნელობა გარეგნობის თუ სხვა ნიშნით და მოხდება კიდევ ერთხელ ბულინგის ფაქტი, უმკაცრესად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც ამას შეადგენს. ეს არის Prime House-ის ოფიციალური პოზიცია. ახლა კი ანი, რა თქმა უნდა, შენით უნდა დავიწყო ეს ყველაფერი. სალომეს მისამართი ჩვენ ძალიან მწვავე, მოდი, სუბუქად ვიტყვი მწვავე სიტყვები და შეურაცხყოფელი სიტყვები გეწერა. და მაინც მიეცი შენი ბლოკნოტი რომ წაეკითხა, რატომ გააკეთა ეს? იმიტომ გავაკეთე ეს, რომ მე სალომეთვის მძღენერის ბოჭკა ხარ თქო არ მithქვამს. მე ვთქვი, რომ ბოღომისგან ხარ გასიებული მეთქი და ერთი და იგივეა, მინდა გითხრა, რომ გასიებული სიტყვის გამოყენება არის სრულიად მიუღებელი. ეს არის ძალიან დამამცირებელი, ანუ არ შეიძლება ეს ადამიანების მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა. უბრალოდ არ შეიძლება. გისმენ? იცით, ერთი წამი მე ჩავერთვები ანის დასაცავად. და მე მესამე უბრალოდ ანი ძალიან გთხოვ, შენი აზრი გამოხატე, ოღონდ ისე რომ სხვა შეურაცხყოფა არ მიეყენო. ჩემს ბლოკნოტში ქალბატონო ეძებდა რაღაცა ჯადოებს. და ეს რომ ვერ იპოვა და ნახა ის რომ ინტერვიუზე ესე მითხრეს მეთქი რომ მე თურმე თქო ესეც ეწერა იქ და შემიძლია ბლოკნოტი ნებისმიერ დროს გავხსნა. და ესეც მითხრეს რომ თურმე მეთქი სალომესთვის ფეკალიების ბოჭკა ხარ მეთქი ესე მithქვამს თქო. ესე მეწერა, მე არა მithქვამს რომ ესე თქო და ეს რომ წაიკითხა და ჩაიხუია. სალომე ეს ასე იყო. რა თქმა უნდა, ეგრე არის. იქ რაც ეწერა, მე ავდექი და გავაჟღერე, ჩემთვის არ წამიკითხავს და არც დამიბრალებია არაფერი. რა სიტყვებიც მეძახა, კარგად გამოჩნდა ჩემს უკან. ძალიან ბევრი ადამიანია. ვინმე ეგონა რომ თავს დავხრიდი? მაინტერესებს. ვის ეგონა რომ თავს დავხრიდი? სალომე, აუცილებლად უნდა გითხრა, ხომ არ თქვი რომ დღევანდელი გადმოსახედიდან არ უნდა წაგეკითხა ანის ბლოკნოტი, რათა ეს სიტყვები არ მოგესწროს. მე რა, ანუ ავდექი მოვპარე, ძალადობა გამოვიყენე თუ თავისინებითად მომცა, მე ძალიან ისე ძალიან სახალისო რაღაცები ეწერა. ძალიან, ანუ ვიხალისეთ ყველამ ერთად, უბრალოდ აი ეს ფაქტი ჩემზეც გულში რაც ედო. აი ეგეც იქ კარგი ბატონო გიორგი აი და ხო აი სხვათა შორის ანიზე და ყევლაზე თან შეიკავეთ გიორგის უბრალოდ ამჯერად მაჩვენეთ ვიდეო სადაც ერთად ვახსენეთ გიორგი გისმენთ იცით რა არის ამ ყველაფერს აქ წინა პირობა რა ანის დავიცავ ხა თავიდან ბოლომდე ადამიანი ვიდეო მასალა არის ადამიანი ძის ღია კართან დეპრესიულ მდგომარეობაში რაღაცა როლში შესული და იძახისო თურმე მონაწილეები რიგითობით ხდებიან ცუდად ეს არის პატრიკი, ეს არის როიალი, ეს არის ავთო, მე თვითონ არის იმ დროს ცუდა და თურმე საუბრობენ ჩვენ მე და ანი ჯადოს უკეთეთ მონაწილეებს და ამიტომ არიან ცუდა და მხოლოდ ჩვენ ვართ კარგად. ეს ერთი ფაქტი. რაც არის სრული მარადმი. მე მინდა ვთქვა რომ აი ჯადოების თემა ძალიან სასაცილოდ ჩანს თან აი დღეს. არა, ერთი წამი. პირდაპირ ეთერში. მოდი ძალიან ყველაზე რეიტინგულ შოუში ნუ ვისაუბროთ ჯადოებზე და რაღაც აბსტრაქტულ რაღაცებზე. მესმის, რასაც ამბობ, მაგრამ სასაცილოა უბრალოდ. ჩვენ მართლმადიდებელი სახელმწიფო და ჯადოებზე საუბარი აქ საშინლად მიუღებელია. მოდით როგორ ვთქვათ, ეს გადაცემა არ არის ესეთი რეტროგრადული საუბრებისთვის გამოჩვენილი, ასე რომ ძალიან გაგრძელება. მე დამაბრალეს კიდე ის რომ თურმე პროექტში ეს დააბრალეს რუსთავიორს ცივი არაღი დავდივარ ამის ვიდეო არსებობს სადაც დანი დავდივარ და რუსთავიორმა მომიტანოს ფაქტი რომ ცივი არაღი დავდივარ მესამე ერთი წამი მესამე თურმე მე პროექტის გარეთ მაძლევენ სცენარს რომელიც სცენარიცაც მე პროექტში ვთამაშობ ეს არის მესამე ბრალდება კიდე გავაგრძელო მე-4 მე-5 მე-6 რაც ჩამოთვალე ყველაფერზე გვეცინება მინდა გითხრა Prime House-ის გულსრულად ეს არ არის ხალხს არ ეცინება ხალხი კომენტარებში აფიქსებს ეს სასაცილო არ არის კი რა თქმა უნდა ნინცა ხუთიანი იმაში რომ ნარატივს ცვლი და სხვათა შორის არაჩვეულებრივი პოლიტიკური ტექნიკაა, პოლიტექნიკას ეძახიან ამას. როდესაც ნარატივი სადღაც აი ჩემთან არ შეიძლება ლაპარაკი. ხო იცით წესები როგორა? როდესაც ჩვენ ვიწყებთ ლაპარაკი, არ შეიძლება ჩვენთან ლაპარაკი. მოდი ახლა დავიწყებ, რომ ეს სხვათა შორის მართლა ხუთიანი ამაში, იმიტომ რომ ძალიან რთული ტექნიკაა, როდესაც ახლა ვლაპარაკობთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე და ეს ერთ-ერთი ის თემა არის უწყვეტი გინების გარდა, რომელიც მე მტკენს გულს. ახლა აკიხსნით რაშია საქმე. ანი, სალომე, ორივე ძალიან კარგი გოგოები ხართ და მართლა ძალიან ლამაზები ხართ. სალომე შედარებით უფრო ნაკლებად გამოცდილია, ეს ჩემი
დანახული თვალითაა ეს ყველაფერი. ანი, შენ უფრო გამოცდილებული გოგო ხარ და ძალიან კარგი ადამიანი ხარ. აი შენ თვალებში მე ვხედავ, რომ კარგი ადამიანი ხარ. რა მინდა გითხრა? ეს შეცდომა მეც მომსვლია, ხანდახან რაღაცაზე სხვაზე გაბრაზებული, გაღიზიანებული ბოლოს და ბოლოს ერთ სახლში ხართ გამოკეტილი, ერთი თვის განმავლობაში და უწყვეტილი აი ეს ნეგატიური ტალღა მოდის და წამოგცა ის, რაც არ უნდა გეთქვა. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ არ შეგეფერება შენ ესეთი რაღაცა. გოგოები ერთმანეთს უნდა ვედგეთ გვერდში. გოგოები ერთმანეთს კი არ უნდა ვეუბნებოდეთ, შენ ისეთი ხარ. მე თვითონ აი სულ მახსენდება. ეს ცუდი არა, ანუ ხო ხდები შენი ბრალი არა, ეს მე შენ როგორც ადამიანად ცუდად კი არ განიხილო. უბრალოდ აი საქციელი გამოვიდა, არა ისეთი როგორც საჭირო იყო და არ შეგეფერება შენ, შენ კაი გოგო ხარ. მე მესმის სალომეს სხვათა შორის მე სულ მქონდა ეს წონის გარდა ეს პერიოდში ხან ხვდებოდი და ნუ მოკლედ მთელი კლასით როხას მეძახდა და ნუ ძალიან მწყდებოდა გული, იმიტომ რომ ნამდვილად არასასიამოვნოა, როდესაც გარეგნობის გამო რა ნაწილობრივ შენზე არ არის დამოკიდებული, ცხვირი იქნება, თმა იქნება. ზოგისთვის ეს ფიზიკური დეფექტია, ხო, რა მნიშვნელობა აქვს? ხო, აღარ გვინდა რა ამაზე ლაპარაკი და გოგოებო, აი ვისაც სხვებს გული გეტკინათ, როდესაც აი თქვენ გეხებოდნენ რაღაცა გარეგნულად გაფასებდნენ, ხო? აი იქნება ავთო, მე მგონი შენც რაღაცა მქონდა ესეთი მომენტები, როდესაც მიმართავ ქალს რაღაცა. ანუ საერთოდ როგორი თემა იცი? ქალს არა შეიძლება დავასრულო და მე გამეცით პასუხი. ხანდახან ხდება ეს საზოგადოებაში, რომ ქალისგან გეგონება რაღაც ნივთს ქმნიან, რომელიც უნდა იყოს ლამაზი ან ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდეს და რაღაცა ობიექტიზაციას არც არსებობს ეგეთი სიტყვა, მე მგონი ჩემი მოგონილია. აი ამას გიკეთებენ, ნუ მისცემთ ნურავის უფლებას, რომ ესე ობიექტად აღგიქვან და ლამაზი უშნო და იყვარდეთ თქვენი თავი, ისეთი როგორი ხართ და მით უმეტეს გოგოები ერთმანეთს ამას ნუ უკეთებთ. პირიქით ყოველთვის შეეწინააღმდეგეთ მამაკაცი რომ ამას უკეთებს ქალბატონი. პირველ რიგში ხალხ მოусმინებს ჟიურის გიორგი შეიკავეთ თავით, გიორგი შეიკავეთ თავით, ავტომატურად გისმენთ რა თქმა უნდა. შეიკავეთ გიორგი შეიკავეთ თავით. მეგობრებო 35 წლის ვარ მაინც და მაინც ეიჯინგს გაეშვით, იმიტომ რომ შეიძლება მეც მეწყინოს. ერთი წამი ჩეხეთ გუში ქალბატონი ლაივში შედის, როგორც ამას მააღნიშნეს იგივე ავტოზე, იგივეს გამე. ლაივში შედის და ჩემზე იძახის მოხუცი ბოროტი ბიძია. ესე მომიხსენ პროექტში თურმე 35-36 წელი მოხუცი, ანუ მათ გონიათ რომ ჩვენი ასაკი და იმის ძირკი არ გორუდა. აი ნერვებზე თამაში. ამაზე არ არის. ამიტომ ხალხ მოусმინოს ავთანდილს. ჟიური როდესაც საუბრობს, არც ერთი მონაწილე არ შეუშლის ხელს. ავთანდილ გისმენ გიორგი. ძალიან ნერვებზე თამაში. ერთადერთი რაც შემიძლია დავამატო, ჯერ სათხარ. ერთადერთი რაც შემიძლია დავამატო, ძალიან დიდი ბოდიში რომ ჩავერიე, ხელი შეგიშალეთ პროექტში, საუბარში. ეს რა არის? მუდმივად არსებობს ადამიანები, რომლებიც თავისუფლებას აძლევენ, რომ შენზე რაღაც გარკვეული ტიპის ბულინგი განახორციელოს, ხო? აი ვიღაცისთვის ძალიან მსუქანია, ვიღაცისთვის ზესექსუალური. აი უბრალოდ ავდგები, აი ბოჭკა რომელსაც ანი ესე ეძახის, აი რა ვიცი. ჩემთვის ძალიან მეგობრებო გამოიყურები როგორც ყოველთვის და შენი თავი მოხდეთ ისეთი როგორიც ხარ, იმიტომ რომ ამას იმსახურებ ნამდვილად. და ჩვენ ძალიან მოხდით ხარ მინდა გითხრა. აქვე აუცილებლად უნდა აღნიშნო, რომ სრულიად პრაიმ ჰაუსის გუნდი ყოველთვის დაგმობს ყველანაირ ბულინგს, ძალადობას, ეიჯიზმს, სექსიზმს, რასიზმს და ყველანაირ დისკრიმინაციას ადამიანების და ჩვენ ყოველთვის დავარეგულირებთ ამ საკითხს პროექტის შიგნით. გოგოებო, თქვენ უბრალოდ ერთმანეთთან გესაუბრათ, შენ ბოდიში მოგეხადა, პირიქით. ჩვენ შორის ქალური საუბარი არ დგება, იმიტომ რომ ანი როგორც ამბობს, ბიჭებშია გაზრდილი და როგორც ქალს ვერ დამელაპარაკება, ამიტომ ჩვენი დიალოგი არ შედგა სამწუხაროდ. კარგი, ახლა როდესაც ყველანი შედვართ მშვიდად, ანი ხომ არ გინდა ბოდიში მოუხადო სალომე შენი სიტყვების გამო? ჩემი სიტყვების გამო ბოდიში გიხდი, იმიტომ რომ არ მინდა რომ გეწყინოს ის რაღაცა რამე, რაც შენთვის მაგალითად კომპლექსისთვის არ წარმოადგენს არაფერს. დიდი მადლობა ანი, რადგანაც შეცდომებს ყველანი ვუშვებთ, რა თქმა უნდა მთავარია ეს ყველაფერი ვაღიაროთ, გავიაზროთ და
გავიაროთ. უნებლიე საუბარში მით უმეტეს თან ცხელგულზე გარემოში დასაგებია ყველაფერი. ახლა კი მინდა გაჩვენოთ შემდეგი ვიდეო. როგორც იცით, Prime House ხშირად ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი სტუმრობს, მათთან ერთად ჩვენ მონაწილეები თამაშობენ, ერთობიან, ძალიან საინტერესო კონტენტს აკეთებენ, მაგრამ ეს სტუმრობა არ აღმოჩნდა ისეთი სახალისო და პირიქით კიდევ ერთი ახალი კონფლიქტი გამოიწვია, რაც მე ძალიან მაკვირვებს, მინდა გითხრათ. მოდი ვნახოთ ანი ლოლაძის ვიდეო. ადამიანი, რომელიც გინდათ რომ იყოს Prime House-ში, სურვილი გაქვთ რომ სხვა კუთხით დაინახოთ ეს ადამიანი რა. და არ გაჩვენებთ? და არ გაჩვენებთ ხო, საკუთარ თავს. Ja, ჩვენც ვიხარით კამერა. გადაცემაში გავიგებთ. არც აიკითხოთ აა, განახოთ? ხო. რა ვიგეწყინებათ? არა, სტრიმია და პროსტა მაგიტო არ მინდა რომ თქვა. ნაუ, ხალხი. ფიშო. ფიშო. არცა ვკითხავ გიორგი. ვიღაცა თუ იმას ყველა შეგაქვს შეხარო და დაუწერო შეიძლება. არა, მე უნდა განახო? ყალე, არა, გიორგი, ანუ გიორგიო. ხო, არ მინდა რომ ესეც რაღაცები მე წავიკითხო და არა, მე წავიკითხო. კი, და ანუ მართლა თამაშობ. ამიტომ ამბობდი რომ კი, უყურეთ, ანუ არ არის აუცილებელი რომ ესეთ რაღაცები დავწეროთ ერთმანეთზე. კიდევ ერთხელ დავამტკიცე რომ მე ვარ ადამიანი. ვიღაცაებმა დაამტკიცეს რომ არ არიან ადამიანი. აი, всё. მოურჩათ ახლა ეს თამაში, იმიტომ რომ უკვე ცუდად მივდივართ ასპარად და გადავიღოთ TikTok-ში. ანონიმურად შეურაცხყოფის მიყენება იმას ნიშნავს, რომ არ ამბობ ვინაა და შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მაყურებელს მონაწილეს ხელი დაადოს ვიღაცაზე და ვიღაცაზე თქვას რომ ეს იყო. აი მითხარი, მოდი მაგინე პირში, მოდი პირში მითხარი. რა მაგ პირში თქმას ხო უნდა. მაგით არ ეკრება. სადუართ, უკვე მართლა მიტყადება. რომ ისეთ ადამიანებთან ვინც არიან მიწევს ცხოვრება და ყოფნა და შოუში ყოფნა მით უმეტეს მთელი ქვეყნის წინაშე, რომელი ადამიანებიც აი ესეთ რაღაცებს აკეთებენ. რეგე ქვეშეჯვია. აი ესეთ რაღაცებს აკეთებენ. არა, ტრაკი არა მაგის ხუბი. ფუი, ვინმე მართქოს გადაობით დავწერეო და ვიხუმრეო, ვინმე მე გართქვას. ის სხვა მონაწილეებს რატო არ ადარდებთ ხა ეს? მე მაინტერესებს ჩემი ნერვები სადამდე გაქრეჩო. შანს მე არ გავჩერდები, მე სანამ აი ჩემით დავიწყებ, აი ჩემით დავიჩალიჩებ და აი რა სწორი იქნება ჩემი აზრით, თუ არასწორი იქნება, რაღაც ლოგიკამდე, რაღაც შედეგამდე ხომ მივალ. და ეგ შედეგი მექნება მე სიმართლე. აი ეს არის ჩემი. როიალ. გასაგებია. ერთი გამარჯვებული გამოვლინდა. ეს ვინ დაწერა? არ ახსოვს პატრონს? აი ეს ვინ დაწერა პატრონს? არა ეს სამკეთო. ძამე, ეს არ ახსოვს ვინ დაწერა? კი არა იყოს, რაცა წერ, იმის თავი არ გაქვს, რომ გააჟღერო. მე ხო ვიცი თავი დაწერა. ეს არის ქალის დაწერა, გოგოს დაწერილი. უბრალოდ მინდა რომ აღიაროს თვითონ. ჩემზე დამწერის დედის მაგის თელი ოჯახი მაგის გამზრდელი საერთოდ მაგის მომავალი მაგის შვილები მომავალში. აი ვინ ჩემ მე მგონი ამ შემთხვევაში ტაში სრულიად უადგილოა, რადგანაც ეს რაც მოვისმინეთ, არ ვიცი რა სიტყვებით შევაფასო, სატელევიზიო სერიაში ეს შეგნებულად არ გაუშვით, რადგან ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მაყურებელს, მაგრამ ამ ეტაპზე სამართლიანობა მოითხოვდა და ჟიურის მინდა შევაფასებინო ეს ვიდეო და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გავუშვით ეს ვიდეო, რომ თქვენ იცოდეთ ამის შესახებ. ხო, ეს უკვე გაცდა სტრატეგია აღარ არის, ხო? აღარც თამაში აღარ არის. ეს არის პირდაპირი, როგორ გითხრათ, შეურაცხყოფაზე დამცირება, ну მიუღებელია რა, ჩემთვის ეს არანაირ პლუსებს არ წერს ადამიანებში, არც რეიტინგს არ წერს და არ ვიცი, ვნახოთ თუ გაამართლებს ესეთი სტრატეგია, თუ ამას ესე დავარქმევთ, არ ვიცი. შეიძლება მე მინდა დამატება. იცით რა არის საერთოდ აი მე ესე მიმაჩნია რომ ხანდახან ჩვენ ვლაპარაკობთ მაგალითად რო დავიწყო ავტოზე ცუდის ლაპარაკი საშინელი ადამიანია და ვუწყოვან არაჩვენებელია აი თქვენ გადაწყვეტეთ ხო მე ვლანძღავ ავტოს ნუ ამ სიტყვას მე მაპატიეთ ვერ ვიხმარ ვლანძღავ უშვერი სიტყვებით ავტოს აი თქვენ როგორც მაყურებელი
მე ვარ კარგი თუ ავთო ამითი დაკნინდება. მე ვლანძღო ავთო, ხო? გასაგებია რომ მე ვფუჭდები ამითი, მე ვკნინდები ამითი, მე ვარ ცუდი, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ხილავთ აუცილებლად, რადგან აბსტრაქტული გინება თავისთავად მაინც არის გინება. შეიძლება არ იყოს კონკრეტული მიმართულება და ეს არის ჩვენთვის სრულიად მიუღებელი. გინება არის გინება, არ აქვს მნიშვნელობა მას ყავს ობიექტი თუ აბსტრაქტულია. მაყურებელი ხო ამას უსმენს. რა მნიშვნელობა აქვს ხეს უკაცრავად შეაგინებ თუ კონკრეტულად წამყვანს თუ მოთამაშეს. ამ ეს სიტყვები ამოდის პირიდან, ეს სიტყვები არის ბინძური. ახალგაზრდები ხართ, ლამაზები ხართ, რა გჭირთ? შეიძლება მე გავაგრძელო როცა მაგრამ მე დავასრულებ. ახალგაზრდა შემდაკითხე რატომ მოყვა ამ ხელა აჟიოტაჟი ამ თამაშიანი აზრით. მე ბევრი რაღაცაზე კომენტარის გაკეთება ვერ მოვასწარი და არც მომიწია ამის საშუალება. და აი ხლა კონკრეტულად ამ თემაზე გაგვეცი. კი ბატონო, ზუსტად ორი წამი შევეხები. მე არ მომიწია იმ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება, რომელიც პატრიკმა ჩემს მიმართებაში გააკეთა და ვერ მივხვდი რატო. კაი, ამას აღარ შევეხები. მე შემეძლო ამაზე ვცლად საუბარი და ჩემი პოზიციის თავიდან ბოლომდე დასრულდა. გასაგებია. თუ მოკლედ დააფიქსირებ შენს პოზიციას, რა თქმა უნდა მოგისმენთ. არ ჩანდა მე რატო დაუწერე პატრიკს დისლაიკი, ეს არ ჩანდა, უცებ ვიტყვი, არ ჩანდა. პატრიკი როდესაც გამოვიდა არგუმენტებში, სადაც პატრიკმა თქვა რომ მე მქონდა დააფიქსირა ისეთი თემები, პირველი თქვა რომ აუთანდილმა შეურაცხყოფა მომაყენა და ეს არსად არ ჩანს და პატრიკი ამას ვერ დაამტკიცებს, იმიტომ რომ მე პატრიკისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. პირველი ეს არის, მეორე არის პატრიკი იძახის რომ აუთანდილს შეეშალა ის რაც იყო, რაზეც მე გაფრთხილება მივიღე, რაღაცა ფამილარულობა, ეს არის ჩემი და პროექტის საკითხი და მე ამის გამო გაფრთხილება მივიღე და ეს არ არის არც ერთი მონაწილის განსახილველი და მით უმეტეს იმის მიზეზი რომ მე ვიღაცამ დისლაიკი დამიწეროს. და ნინოცამ ძალიან სწორად აღნიშნა, სანამ უშუალოდ ამ თემას შევეხები, რაზეც მე მქონდა პირადად ძალიან დიდი პროტესტი, სანამ ამ თემას შევეხებით, ჩვენ გადაცემებში მონაწილეების მხრიდან მე, როცა ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად ვზივარ, მონაწილეები გამოდიან და ბოდიში ძალიან დიდი ამ სიტყვებისთვის და ესეთ ინტერვიუში აფიქსირებენ, სადაც მე ამას ვერ ვხედავ და ყველა უყურებს და ძალიან მკაფიოდ ჩანს, როდესაც ინტერვიუში ერთი ადამიანი ზის, არავის გადაუღუნოთ, ვაზელინები ხართ და მსგავსი რაღაცა შეურაცხყოფები, როცა ინტერვიუში ფიქსირდება, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. რატო უნდა ხდებოდეს ეს? მე ამაზე მაქვს პროტესტი და ამას ვამბობ, რომ მონაწილეები ამაზე თვალი იხუჭება. მონაწილეების მხრივ, როდესაც ვიღაცა მონაწილე რა მნიშვნელობა აქვს თამაში იქნება თუ არა თამაში. როდესაც გოგოებს აქ შეურაცხყოფილად გძნობენ თავს მაშინ, როდესაც ბოძივით გახართ რომელი გოგო გძნობს შეურაცხყოფილად თავს აუცილებლად უნდა ვიკითხოთ. ჯერ გოგოებს ვიკითხები უცებ. მე დამასრულებინეთ. რომელმა იგრძნობს თავი შეურაცხყოფილად. შეურაცხყოფილად თავი, როდესაც უთხრეს ბოძივით გახარო. ლიზამ, როდესაც იგრძნო შეურაცხყოფილად თავი, როდესაც უთხარი, რომ შენი ავოკადოს ტოსტები არ მომწონს მეთქი. ანამ, როდესაც იგრძნო თავი შეურაცხყოფილად, როდესაც ტატომ უთხრა ძიშო კახარო, თამაში რომ ვიღაცა გეუნება ანონიმურად და ამას არ აღიარებს. შიგ ხომ ყველას შიგა აქო აქ ცელდება გოგოებს ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ან მე ბოდიში მოვიხადე. გასაგებია ლაივის გარეთ იმისთვის არის რომ გამოხატოთ თქვენი მოსაზრება. შევარცხინე ყველა კაცი, რომელიც თავის ახლობელ ქალზე ამ სიტყვებს გაატარებს. შევარცხინე ყველა კაცი. გასაგებია. მაინტერესებს როი არის ეს სიტყვები, რომელ ქალბატონს ეწყინა პროექტში მონაწილეთაგან. ხელია წაწევით და ფიქსირეთ თქვენი ხმა. არ ეწყინათ, ესეც თავის პრობლემა არის. აი დააფიქსირეთ, ვის ეწყინა ეს სიტყვები. კარგი, მოდი გოგოებს ვკითხავ, ანი, გისმენ. რა თქმა უნდა, სასიამოვნო მომენტი არ არის. არ არის. კარგი. ანუ ჩვენ აღვნიშნეთ, სანამ გავიგებდით ვინ იყო, ვინ თქვა ეს, ჩვენ აღვნიშნეთ და ვთქვით და ყველაზე საზღარი სიტყვები ვთქვით, მე მგონი რაც კი გქონდა და ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ როიალის არასასიამოვნოა, მაგრამ აქ თემას არ მინდა შევეხო, ეხლა კონკრეტული კითხვა მინდა დაუსვა. ავთოსაც და გიორგისაც. ისე ეს არასასწრაფო. გიორგი რა ეს მოსულობდა. აი გიორგიო. აი გიორგიო. ეს მოსულობდა გიორგი. იქბათო, მაგრამ აი გიორგიო. ნუ გადავდივართ თემიდან თემაზე. რომელ გოგონას ეწყინა როიალის სიტყვები განვაგრძელოთ. მონასტერში გაუშვით ეს დინება, რომელიც იყო ვიდეოში. ღმერთო. მithumetes ვიღაცის მნიშვნელობა გიორგის აქციელს ვინმე გაამართლა კეთი გიორგის აქციელი მე რატო არავინ ამაზე ანუ ხმას არიღებს მნიშვნელობა არ აქვს ვის აგინებს ხვდები ვიღაცას აგინებს
ფაქტიურად ხო და ეხება ვინმესგან მოვისმინე რომ სწორია მისი საქციელი? აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის რატო მოვისმინე კონკრეტულ შემთხვევაზე როცა არის ლაპარაკი. ნახე კონკრეტულ შემთხვევაზე როცა არის ლაპარაკი, ანუ აქ ნახე რა ხდება. ნახე რა ხდება, ერთი წამი მოვისმინე. ჯერ პირველ რიგში ძალიან მინდა რაღაცა ვთქვა რომ ჩემი ასოცირება არც ერთ მაყურებელმა და არც მონაწილეებმა არ გააკეთონ არც ერთ მონაწილეზე. მე ვარ აქ ინდივიდი, გამაჩნია ჩემი აზრი და ვაფიქსირებ ჩემ აზრს. მე არ ვარ მიყერძოებული არც ერთ მონაწილესთან. ეხლა მეორე. რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც შენ შეურაცხყოფად იღებ იმას, რასაც ჩამოთვალე, ბოძივით ანუ გიორგიმ რო თქვა მაგას კი არ ვამბობ. ეს მიიღო თემ შეურაცხყოფა და ის სიტყვები, რომელიც ფურცელზე ეწერა და როიალმა არ აღიარა მანამდე სანამ არ ერთი წამი ნახე რა მნიშვნელობა თამაში იყო ლიზას ეწინა ამის თქმას როგორც ვიცი ისა ნახე მარია ამ ეს უკვე თავის გამართლებაა რომ ლაივზე ამის თქმას ჩვენ არ ვიცით რას აპირებდა როიალ ერთ წამს რას აპირებდა ჩვენ ამას ვერავინ ვერ გავიგებთ ეს უბრალოდ არის არგუმენტი ნახეთ რა შეასაქმე როდესაც ლიზას ეწინა თეოსგან რომ მან ტელეეკრანებზე და თავის ახლობლებმა ლიზას ახლობლებმა დაინახეს რომ იმ ლიზამ თქვა მოუწესრიგებელი მე მიყვირს გოგოებო რატო არ გწყით როდესაც ვიღაცა მსგავს შეურაცხყოფას გაყენებთ ამაზე პროტესტი რატო არ და კარგი გიორგი გისმენ შენს კიდოდა რაღაც მართმევინე ცოტა გავერთოთ ახლა დასაწყისში ესე იგი ქეთიმ განაცხადა ესეთი რაღაცა როიალისგან თუ გაიგონა იქ გაქვთო ეს არაფერი არა მაგრამ გიორგისგანო ესე იგი ერთი წამი დამშვიდი ახლა ჩემი დროა ქეთი გისმენ მე ვქვი არა მე მისმენს ადამიანი და ხა რატო ვაპარაკო მოდი გაიმეოროს და შემდეგ აუცილებლად მე არ მისხვავს რომ როიალის მისაღები შენი კითხვა გაიმეორე ძალიან ხო კითხვა გაიმეორე რომელიც რამდენიმე წამის წინ დასრულდა რატო არა შენ ავთო მომისმენე ერთი წამი არ შეიძლება რომ ვილაპარაკო შენ მაგ დროს აუსთან იყავი გიორგისთან ერთად რატო ხმა არ ამოიღე როდესაც არც ერთი მონაწილე თავის თავზე არ იღებს ის ადამიანი პრეტენზიას გამოხატავს იმაზე რომ ვიღაცამ ფურცელზე რაღაცა დაუწერა მაშინ ანალოგიურს და უარეს შენ რატო არ აკეთებ როდესაც არც ერთი მონაწილე არ იძახს რომ ეს მე გავაკეთეო ეს იგი გოგოებს არ გაუკეთებიათ ეს ხო ესე არ არის თუ ვინმე გააკეთა ანუ გიორგის ანუ იმიტომ არ გავაკეთე მე არ ვამართლე პირველ რიგში ამას მე არ ვამართლე გიორგის აქციას მაგრამ ნახეთ როდესაც გიორგი ისა როდესაც არც ერთმა გოგო მონაწილე არ გამოვიდა სანამ გიორგი დინებას დაიწყებდა არც ერთი მონაწილე გოგო არ გამოვიდა და არ თქვა რომ მე გამიკეთებიაო მაშინ რატო ხდება იმის ასოცირება რომ გიორგი გოგო მონაწილეს აგინებს რადგანაც გიორგი აღნიშნა რომ ქალის ხელი იყო გისმენთ გიორგი კარგი მოდი ახლა არ გამაწყვეტინოს არა ყველას მოგისმინეთ პირველი ყველაზე შეურაცხყოფელი იყო ის რომ სტუმარი ყავდა ვიყავით სტრიმზე და ეს ორმა მონაწილემ ნუ ერთმა აღიარა და მეორე არ აღიარებს ეს შეურაცხყოფებით სტუმარს ათქმევინა გააჟღე ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეურაცხყოფა στუმარს აიძულებ რომ ათქმევინო ეს ფრაზები და ჩააყენო უხერხუმდგომ ეს ერთი ანუ თვითონ აღნიშნა რომ არა ადამიანობაა ართო სტუმარმა ართო ეხა მეორე ადამიანი ამბობს სიტყვას თქვენ ყველას იგაქვთ და გოგოებისთვის მე თუ კესოზე ვსაუბრობ ერთი სიტყვები აკონტროლე უბრალოდ პირდაპირ ეთერში ვართ ამიტომ აკონტროლე სიტყვები მაგრამ ისაუბრე რა თქმა უნდა გისმენთ მაგრამ არ დაგივიწყდეს მაყურებლის პატივის ცემა პატიოს მაყურებელმა აღელვებული ვარ მე როდესაც ვამბობდი რაღაცას გოგოზე ამის გამო დიდი ჯვარი შემოქონდათ იმაში ეზოში და ჯვარზე გაყრა უნდათ ამ შემთხვევაში გოგო თვითონ ერთ-ერთი მონაწილე ამბობს რომ როიალისგან დიდად არ არის საწყენი თუ ეს გვითხრა მაგრამ გიორგია ყველაფერი ეხლა მესამე ეხლა რისი თქმა მინდა დამატებით რაც კონკრეტულად მეხება მე ჩემზე დაიწერა 300 გიორგი არისო 300 ჩვენ გავაშუქეთ ისო თურმე გიორგი აგინებს მონაწილეს ვიღაცას ვინც დაწერა დიდი ბოდიშით მაგინებენ, ბანანს მესვრიან, 300-ს წერენ, ამას სტრიმზე აჟღერებენ, რომელსაც ჩემი მეგობარი, ჩემი ოჯახი, გულშემატკივარი, დიდი ბოდიში, მაშინ, როდესაც წერ, გამოდი და აღიარე და თქვი რომ მე დავწერეო. და თუ არის დახი, კალიგრაფია არის ჩემი აზრით გოგოსი. აქედან გამოდი მე ვთვლი, მე რაც მეხება, იმას მე საკადრისად ვცემ პასუხს. მეტი არაფერი. გასაგებია, სალომე გისმენთ. მე რა მაინტერესებს იცით?
ადამიანს კი ქვია გიორგი, მაგრამ ეგ სიტყვა თავის თავზე რატომ მიიღო? ანუ მართლა მაინტერესებს, ქვია გიორგი. დაიწერა სიტყვა. ეგ სიტყვა, ანუ რატო გაიგივა გიორგიმ თავის თავზე, ანუ ვინმე ამიხსნის მაგას? მართლა მაინტერესებს. ძალიან გხופი. ერთს კიდე ვიტყვი და ამით დავასრულებ, იმიტომ რომ ანუ ისე გამოჩნდა, რომ თითქოს მე მქონდა მარტო ამაზე პრობლემა, როდესაც ამხელა ის არის, რომ გოქალებს არ მივაყენოთ შეურაცხყოფა, ქალებს პატივს ვცემდეთ. როდესაც ვამბობთ იმას, რომ პატივი უნდა ვცეთ ქალებს, არ დავაბულინგოთ ქალები და კარგი, ავთანდილ, ერთი შეკითხვა მაქვს. ვარაუდი იყო, რომ ეძებდი დამნაშავეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პატრიკი გეკონა. არა, ნახეთ. როდესაც შემდეგი კითხვა ამ კითხვის შემდეგ დაისვა, ვინ გგონიათ, რომ დაწერა. იქიდან გამომდინარე, რომ ვინ გგონიათ და მე ვიძახდი, რომ მე მგონია და არ ვიძახდი იმას, რომ ესე არის. მე უბრალოდ როგორც სხვა მონაწილეებმა თავის აზრი დააფიქსირეს და პატრიკზე მე მარტო არ დამიწერია, მეორე წერილზეც ეწერა, რომ პატრიკმა დაწერა და ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ მე ზუსტად მაგიტო მაინტერესებდა ვინ დაწერა, რომ შეხედეთ, ვარ 9 მონაწილე, ერთ-ერთი მონაწილე, ისა რა ქვია, ანონიმურად ამას აფიქსირებდა ხალხს და მონაწილეებს შეგვიძლიათ ცდარად ვიფიქროთ სხვადასხვა ადამიანზე და ეს უნდა გაგვიგო. მადლობა ძალიან დიდი, როიალ, შენ დაკითხო. შენც თვლიდი, რომ ავთანდილი ეძებდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავნაშავეს, რომ ვარაუდობდა, რომ ეს იყო პატრიკი. ეთანხმები თუ არა ამ დებულებას? კი, რა თქმა უნდა. საფუძველი რა არის ამის? რის საფუძველზე გონია? კაი, ერთსა საფთო. ხობლოპარაკობ. კარგი, ავთანდილ, როიალს უსმენთ ამჯერად. ანუ დარწმუნებული ვარ, რომ თავიდანვე გაგონილიყო. ან თუნდაც თავიდანვე იფიქრა, რომ მე ვიყავი. არ მოყვებოდა ეს შერლოკ ჰოლმსობა და პოლიციაში არ დარეკავდნენ, რომ ექსპერტიზა და რაღაცეები. ნახეთ, როცა მე მესმის, რომ სტუმარი მოდის და თამაში თამაში იმიტომ რომ ყველას არის ყინა მე კარგად დავინახე ვინ გაიღიმა და ვინ თამაში გოგოს რო უკრა ანუ მოსულა ვერ ხვდები მეგობრებო ანუ რატო ვატარებთ ამ ყველაფერს რატო თამაში ჩვენ ისე უბრუნდებით იმ პრობლემას რომ თქვენ იცავთ გოგოების ინტერესებს გოგოები კვლავ არ გამოთქვამენ პრეტენზიას და არ თვლიან თავს შეურაცხყოფილად მოდი კიდევ რადგანაც თქვენ იცავთ გოგოების ინტერესებს მაინტერესებს ვის ინტერესს ვიცავთ ამ შემთხვევაში ლიზა გეწყინა გისმენთ მე არ მწყენია რა თქმა უნდა არ იყო როიალის აქცია სასიამოვნო თუმცა როიალი არის ძალიან დადებითი სამართლიანი ადამიანი და ეს იყო თამაში უწყინარი თუმცა არასასიამოვნო ხუმრობა ამას ვიტყოდი გასაგებია ნუ ჩემი გადაწყვეტი მე როდის რა მეწყინება მე მგონი და ვისგან და რა ფორმით მივიღებ იმას ვინ რა როგორ გაიგო კარგი ბატონო ჩემი გადაწყვეტია შენც უნდა კითხო ხუმრობა რომელიც არ მიგიღია შენ თავზე თუ მიიღე მაინტერესებს მიიღე თუ არა ეს ხუმრობა შენ თავზე შეურაცხყოფად გეპასუხებ მე იმ დროს სახლში არ ვიმყოფებოდი მაგრამ რადგან ყველა მოიხსენიებოდა აქედან გამომდინარე ავტომატურად შენც მე როიალსაც ვუთხარი რომ არასასიამოვნო ფაქტი იყო ანუ მაინც არასასიამოვნოა რაც არ უნდა იყოს მაგრამ გასაგებია ანუ გავიგეთ კარგი მოდი ახლა გავმიჯნოთ ანის ხუმრობა მიიღე შეურაცხყოფად როიალის შემთხვევაში ვუთხარი მე ვუთხარი როიალს რომ არ მესიამოვნო ხო მოვედი ხო გითხარი კი ბატონო სალომე გისმენთ ეს იყო თამაში ანუ მე ხა თავიდან ბოლომდე ჩემს იმას რა ქვია აზრს გეტყვით ეს ყველაფერი იყო ანონიმური თამაში, რომელიც ყველაზე საჯარო თამაში გახდა თუ კი რამე თამაშია. იქამდე სანამ ანონიმური იყო და ნუ არავინ არ იცოდა ვინ დაწერა, იქამდე ნუ არავის არ წყენია, უბრალოდ ვიცოდით რომ ვიღაცამ დაწერა აი ეს რაღაც. მაგრამ იმის შემდეგ რაც უკვე ამოიხსნა და რაც უკვე გაირკვა ვინ დაწერა, უკვე პიროვნულად კი ბატონო, ყველა შეურაცხყოფილად გრძნობს თავს. კარგი, ქეთი, შენგანაც მინდა მოვისმინო პასუხი. ჩემთვის შეურაცხყოფა, ანუ როიალისგან იქნება, გიორგისგან იქნება თუ სალომესგან იქნება. თუ გიორგი რაღაცა ნიშნულობა არ აქვს, ხდები? ანუ ყველა შეიკავა. ძალიან ნერვიულია ეს ბიჭი და არ შემიძლია. ხო, კითხვაზე მიპასუხებ, ხო. მე როიალთან მივედი, ხომავედი გითხარი რომ არ იყო სასიამოვნო მეწყინა. დასტრესილი ვარ. მაგრამ ხოდა მე მაქვს ძალიან კარგი დამამშვიდებელი და შემიძლია მოგხუთხი წყალი მიაწყით რაღაცა უშველეთ ამ ადამიანს ღმერთო. აი ეს ახლა შეურაცხყოფა არ არის? რა თქმა უნდა.
მოდი, მე შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე წუთი რჩება მაყურებლის რჩეულის გამოვლენამდე. ძალიან ხო? შეიკავეთ თავი. ძალიან დიდი ბოდიში. როიალი მოვიდა პირადად ჩემთან და მითხრა რომ თუ გეწყინაო, მე პირადად ბოდიშს გიხდია რა. მეც და გიოსაც მივიდა და ბოდიში მოვიხადა. კარგი, ერთი წამით, მადლობა ძალიან დიდი. ადამიანი ვერ მოგიფინე ჟიურის მისამართით გაისმა რაღაც ფრაზა. გისმენთ? რატო უბრალოდ მქონდა შეკითხვა, როდის გააკეთებდა ჟიური ამ ფაქტზე, იმიტომ რომ მაინტერესებს ძალიან ჟიურის აზრი ამ ფაქტზე. მე ვაბრალებ ამ ყველაფერს და ხო შეიძლება თქვა? კარგი, მოდი, კითხოთ ჟიურის, რას ფიქრობთ იმის შესახებ, რომ როიალმა თამაშში დაწერა მოიცა, ჩემ ფრაზას დავარდა, ჩემზე რო დაწერა. ვიზახით, რომ ეს ფრაზა შეურაცხყოფელი არის. კი ბატონო. ერთი წამი, ჩემზე რო დაწერეთ, ამას რატო არ აღნიშნავთ? ანუ ერთი წამით, ჟიურის ადამიანზე შეურაცხყოფას არ ვიდეოს შესახებ, რომელიც უკვე გავიდა და იციან ყველაფერი. გისმენთ? შეიძლება უბრალოდ გინება შეწყდეს. აი, ერთი დღე. ნუ ერთი კვირა უკვე მეგონი ბევრია, ხო რომ მოვითხოვოთ. ერთი დღე უბრალოდ შეეცადეთ, რომ აი ეს უწმაწური სიტყვები არ იხმაროთ. იცი რა, არა მომისმინე, წარმოიდგინე, თქვენ ხო იცით ჩვენ რა სფეროში მუშაობთ. ძირითადად მე სულ პირდაპირ ეთერში მუშაობ, ხო? აი სულ არის სტრესი, სულ ვიღაცა გაღიზიანებს და სულ გინდა ვიღაცა მოკლა იქვე. ხანგ ცხელა, ხანგ შია და სულ ნერვები გაქვს დაგრეჯილი, ხო? ჩვენ რო ეგეთ სამაწყობლო აპარატით ავჭიქჭიქდეთ, აქ წარმოგიდგენია რა მოხდება, დავხოცავთ 1 საათში. მე არ გიორგი, აი ვიცი თქმა მინდა გეხვედები არ გამაწყვეტინო. ანუ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. სალომე იტყვის ამ სიტყვას, ავთო, გიორგი, როიალი, გიორგი, ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ორივე სიტყვა იყო შეურაცხყოფელი ნამდვილად. და ერთ-ერთი გეკუთვნა და პირადად ჩვენ გავიგეთ. სულ სიტყვას, მაგრამ მესამე კლასის მასწავლებელი ვარ, ხო? სულ სიტყვას, ნუ ლაპარაკო. დაგიხრა. ყველა არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაიწყო. ვინ დაასრულებს. გიორგი, გისმენთ. მე მაინტერესებს, ერთი წამი, მაგრამ მე მაინტერესებს, აი მინუტასთან და ავთოსთან. აი ჟიურის წევრები. მე მაინტერესებს თქვენ რო ყოფილიყავით ამ თამაშის მონაწილეები და თქვენზე გაჟღერებული ხო ერთობლივი ეს შეურაცხყოფა და კონკრეტულად პირადად თქვენზე რაც მე მომაყენე თქვენი რეაქცია რა იტირებ მე ვიტირებდი ავთო შენ რაც გააკეთებ იცი რა არის არ ვიცი რას გააკეთებდი რა თქმა უნდა შეურაცხყოფა არა ადამიანი რადონის ბოროტი უნდა იყო რომ თამაში მოსულ ადამიანს სტუმარი მოსული რომელიც თამაშობს უცხინარ თამაშს და იქ აკეთებ ისეთ სულ რაღაცას რის გამოც ადამიანს აყენებს შეურაცხყოფა თანხმები ყველა ცუდი სიტყვა რომელიც და მე გაჟღერებულა ეუბნებით ადამიანს თავი აკონტროლოს როგორ უნდა ვაკონტროლო თავი ვერ გავიგე შენთან მიმართებაში ყველასთან მიმართებაში ყველა ცუდი სიტყვა რომელიც გაჟღერებულა არის ცუდი მე ვიცი რომ ეს არც სტრატეგია და არც თამაშის წესია ეს არის აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ყველა მონაწილის მიმართ შეურაცხყოფა არ მოგწონს. ანუ უბრალოდ არც ერთი მონაწილის მიმართ არ მოგწონს შეურაცხყოფა. თანაბრად ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს შეურაცხყოფა მიედინება გოგონებისკენ, ბიჭებისკენ კონკრეტულად თუ კრებითად თუ ზოგადად არც ერთის მიმართ შეურაცხყოფას არ ვამართლებთ. და თქვა, ვინ დაწერა ჩემს? კარგი, საინტერესოა, ხო არ იტყვით, რომელმა დაწერეთ ეს ტექსტი, გისმენთ? ვინ დაწერა? აწიოს ხელი. აწიოს ხელი. გიორგი, მაგას უკვე აღარ არის. უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. როდესაც ვართ შოუში, მე ერთი წამი, არა, როიალ, ვიტყვი და მე შეგიძლია შენ თქვა. როდესაც ვართ შოუში, რომელსაც უყურებს მთელი საქართველო, უყურებს ჩვენი საყვარელი ადამიანები, ჩვენი ოჯახის წევრები, ის საყვარელი დედა უყურებს, რომელიც ყველასთვის საყვარელია. არავინ არც ინტერვიუს ოთახში. არც ინტერვიუს ოთახს გარეთ. აღარ გაბედოს, აი ესე აღარ გაბედოს მსგავსი შეურაცხყოფელი სიტყვების თქმა, რომელიც მე პირადად ჩემზე მოვისმინე და ეს იყო როიალის და პატრიკის მხრიდან ერთი წამი რომელი და ავთან რა ერთი წამი ზუსტი ფორმულირება აღარ მახსოვს, მაგრამ პატრიკმა თქვა რომ არავის გადაუღუნოთო და როიალმა თქვა ზუსტად იცით ვიზეს ვლაპარაკობ და ისა რა ქვია ვაზელინები არიან. არ მithkomს ერთი წამი და დავასრულებ. მსგავსი შეურაცხყოფა მე გავფრთხილებ ყველა მონაწილეს და ჩემ თავსაც მათ შორის. მსგავსი შეურაცხყოფა არ გაბედოს და მეორეჯერ არავის არ მიაყენოს. ეს არის ჩემი შეხედულება. მე ამით დავამთავრებ. არც თამაში და არც თამაშს გარეთ. მადლობა. მადლობა.
ამ კვირის განმავლობაში ერთი პოზიტიური დღეც იყო. ეს იყო 1 ივნისი და როგორც მონაწილებმა თქვეს, ეს იყო საუკეთესო დღე პროექტში. მოდი ვნახოთ ვიდეო. აბა ბავშვებო, ვისურდა ლამაზი და კარგი საჩუქრები, ვიდა იწყეს? გამომართეთ ესა, ისე რომ შეძლებთ აი შენ. სიამოვნებაშია, მაგას როგორ შენ. ოც გუნდურად უნდა იყო, იცოდი მაგას დაგიგებ ყველას. აი, შენი კუჩი მაგიურებია. მეც აგერო არის. ანუ გიდა და როი აბა მოიგო. აბა! აბა! ათანი მაგირა და მოიგო. მებიდა. მადლობა. რასი რა. რა ხდება? გამაგარია. ვინ აღიარებთ, რომ საუკეთესო დღე იყო ამ პროექტში? აი როგორი პოზიტიური მოხმიანია. როგორც ხედავთ, დაიტვირთეთ ენერგიებით და არაჩვეულებრივი დრო გაატარეთ, ხო? კი, სასწაული იყო, მე ვთვლი, რომ აი ძალიან ბევრი უარყოფითია ჩვენ პროექტში, ჩემგანაც, სხვებისგანაც და ასე შემდეგ, მაგრამ ეს დღე იყო, მე მგონი ყველაზე დაუვიწყარი და ემოციით სავსე. კარგი და მე მინდა აუცილებლად ბავშვთა სოფელი მოვიკითხოთ და ჩვენი სიყვარული გამოგიგზავნოთ თქვენ ბავშვებო. ახლა კი, მოდი გადავინაცვლოთ უფრო ცოტა მხიარულ ეპიზოდზე, რადგანაც დღეს გვყავს ილუზიონისტი ლაშა გელაშვილი. გამარჯობა. კარგი, მოდი მე შემთხვევით ვისარგებლებ და ჩემი სიმპათიების შესახებ ისედაც იცი. მადლობა. მაგრამ რაიმე ფოკუს ხომ არ შემოგთავაზებდი ახლა? ძალიან ან რამეს ხომ არ მასწავლეთ? დიდი სიამოვნებით შემოგთავაზებდით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ დარბაზში არის ერთი ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც ვაკვირდებოდი ამ დღეების განმავლობაში და თვითონაც ცდილობდა რომ გაეკეთებინა ფოკუსები, ამიტომ მე მაგ ადამიანს მივცემდი შანსს, რომელიც გახლავთ ბატონი როიალი. ვაუ, რა საინტერესოა. მოდი, ჯერ შენი რაღაცა ეს მახსოვს ხელების რაღაც ფოკუსი იყო, ამას თუ მასწავლე. ნუ ეს უფრო ფოკუსი არ არის. ცოტა სახალისო, ასე ვთქვათ, პატარა დეტალი არის, რომელიც გავაკეთეთ, შეგვიძლია რომ სხვებმაც გააკეთონ, თუ არ გააკეთონ. კარგი, მე მოვემზადე სასწავლებლად. ისმენთ. იდეაში ეს რაღაც ვაკეთებ, რომ უნდა გადავაჯვერინოთ ხელები. აი ცოტა ესე ქონს, ეს. და 1 2 და ეს უნდა გადმოვატრიალოთ. ძალიან კარგი. ვაუ, მეძი. მადლობ. როიალ, ხომ არ გამოხვიდოდი და ხომ არ გვაჩვენებდი რა მოგვიმზადე? როგორი მოსწავლეა? ძალიან კარგი. ნახოთ. ლაშასავით გამომივა ეგ არ ვიცი. მე მგონია რომ შეიძლება ისეთი მასწავლებელი ყავს, რომ უნდა გამოგივიდეს. ვიცოდი რომ ნუ მე ლაივში ძალიან ბევრჯერ რაღაც ხალისობდი მაგ ფოკუსებზე, ბაძავდი ლაშას და ვიცოდი რომ შაბათს უჩველი მომითხოვენ ფოკუსის გაკეთებას. ამიტომ აი აქ მაქვს დაკეცილი ერთი კარტი. უკვე გამზადებული გაქვს ყველაფერი, როგორც ხედავთ. კი, დაკეცილია ერთი კარტი. შენ ხო არც არ მოგივგენია რა კარტი შეიძლება იყოს. ეხლა მინდა რომ შენ ხმამაღლა თქვა ნებისმიერი კარტი კალოდიდან. აი რაც მოგივა თავში ნებისმიერი. კარგი. მოდი რამე ისეთ მოულოდნელ კარტს გეტყვი. აი ნებისმიერი. 10 ანაგური. 10 ანაგური. რატომ ყოველს დუზი მაინც მოდის ხო თავში? ხო და მაგიტომ მინდოდა რომ მოულოდნელი ყოფილიყო, არა დამაგული და რაღაც. კარგი, აბა ვნახოთ. თუ გამომივა ფოკუსი. ესე. ой. აუშო. სხვა კარტის ამოვიღე, მაგრამ შემიბრალია? ლაშამ მითხრა რომ როდესაც ფოკუსის გაკეთება არ გამოგდის, ყოველთვის შეგიძლია გამოიყენო მაგია. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიჭიერი.
მოსწავლე ყოფილხარ. ვაშა. შენ გქონდა შენი სუვენირი იყოს. მადლობა ძალიან დიდი. ამას შევინახავ. მადლობა. ვაშა. არაჩვეულებრივი მასწავლებელი ხარ, როგორც ხედავ და ძალიან დიდი მადლობა. რომ არაჩვეულებრივი მოსწავლეა და წარმატებებს უსურვებ თითოეულ მონაწილეს. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით და ესეთი საინტერესო ფოკუსები გვასწავლე. ამ ქედანო გამოხალ დამელოდა, რადგან მეც უნდა მასწავლო აუცილებლად და სულ რამდენიმე წუთი რჩება. იქამდე თუ გავიგებ თუ ვინ გახდება მაყურებლის რჩეული, ასე რომ შეგახსენებთ მე მათ ნომრებს. დავიწყოთ. 09033301 თეონა ციცაკიშვილი. ანის ნომერი 09033302 და ქეთევან ჩერქეზია ნომრით 09033303. ხმის მიცემა შესაძლებელია სატელეფონო ზარების და SMS-ების საშუალებით, რომლებიც ღირებულებაც სიმბოლურად 1-1-ია, ასევე შეგიძლიათ Facebook-ის მესენჯერის საშუალებითაც დაუჭიროთ მხარი თქვენს რჩეულს. ამისათვის უნდა ესწავლოთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდს, არჩიოთ პირადი მიმოწერის ველი, გახსნათ ჰეშტეგი GetStarted და მისცეთ ხმა თქვენს რჩეულს ერთს, ან შეგიძლიათ გადაანაწილოთ თქვენი ხმები სხვადასხვა მონაწილეზე და Facebook-ით ხმის მიცემა სრულიად უფასოა. სულ ცოტად რო გვჩება, მეგობრებო, ხედავ რომ ღელავთ ძალიან, ხო? ახლა კი, მოდი მოემზადოთ ჩვენი აუთსაიდერების ვიდეოებისთვის. და პირველი, თეონა ციცაკიშვილი. დავიბადე მთიანეთში, ცხოვრობდი დედასთან, მამასთან, ძმასთან, დასთან ერთად 5 წელი დაახლოებით. ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, ყველაფერს მისრულებდნენ ჩემი მშობლები. 18 წლის ვიყავი, როცა ესე სერიოზულად გაჩნდა ცეკვა ჩემს ცხოვრებაში. ეს ის პერიოდი იყო, როცა არავინ სერიოზულად არ უყურებდა. ძალიან ისე იყო, რთული იყო, ალბათ მშობლებისთვისაც რომ გაეგოთ ჩემთვის. ფულსაც არ მოძლებდნენ იმისთვის, რომ ცეკვაზე მევლო. რომ მოძლებდნენ ინგლისურის ფულს, იქ არ მივდიოდი ინგლისურზე და მიმქონდა ცეკვაზე. რაც არ უნდა მოვინდომო და დავისახო მიზნად, ვიბრძვი ჩემი სურვილებისთვის, მიზნებისთვის. ერთ დღესაც ვიყავი ცეკვის შეჯიბრზე და დავინახე დაკი. ხო, ცეკვა და ანუ იქ დაიწყო ყველაფერი. გადავედი გიოსთან საცხოვრებლად. ისე გამოვიდა, რომ სიყვარულისთვის ამ შემთხვევაში დაკისთვის ვიბრძოლე, თუ არ გაოფიციალურე ურთიერთობები, მაშინ ცოტა სხვანაირად ჩანდა, ჩემი ოჯახისთვისაც მიუღებელი იყო, მაგრამ ჩემებურად თავით გავიტანე. ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იყო So I think you can dance, რუსული ვარიანტი, საკმაოდ წარმატებით გავედი ტოპ 13-ში. უკრაინასთან დაკავშირებულ ფაქტებიდან გამომდინარე, ზოგადად არ მსიამოვნებს უკვე ჩემი იმდროინდელი მიღწევები. პროექტში მომხდარი რაღაცა ინციდენტების გამო მე იმდენად ჩემი ეს ემოციურობა იმდენად გამოვავლინე ეს წირილები, ყვირილი ამას მოყვა ძალიან დიდი ჰეითი, თუმცა რაღაც მომენტში ვერ ხვდები რატო, მაგრამ მოყვა და ძალიან იმოქმედა ამან ჩემზე. ჩემი ეს ემოციურობა ვთვლი რომ რაღაც მომენტებში ხომ მაზარალებს, მაგრამ ეს ადრე უფრო იყო. მეც ვისწავლე ჩემი ემოციების კონტროლი, მით უმეტეს ამ პროექტშიც. ძალიან დამეხმარა რაღაც სიტუაციები იმისთვის რომ მე უფრო მეტად გავძლიერდე და ალბათ ეს იქნება ამ შემთხვევაში ჩემი ძლიერი მხარე, რაც გამამარჯვებინებს ამ პროექტში. Tana, მიმართა შენს გულშემატკივარს. მოდიში ვერ გავიგე. მიმართა შენს გულშემატკივარს. რომელ კამერაში, სად? პირდაპირ. აი. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მადლობა ამ ერთი კვირის განმავლობაში და ისედაც მანამდეც იმდენი წერილი მოდის სიყვარულით ახსავსე და დადებითი და მხარდასაჭერი, რომ აი ეს მარტო ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, აი ძალიან.
და ნუ რავი, მაყურებელმა თვითონ გადაწყვიტას როგორ ვის დაუჭერს მხარს. მადლობა ყველას. მე კიდე აუცილებლად უნდა შეგახსენოთ თეონას ნომერი 09030301. შემდეგი ჩვენი მონაწილე არის ანი. ნახოთ მოდი ანის ვიდეო. ძალიან თავისუფალი ცხოვრებით ვცხოვრობ, მაგრამ არის ცხოვრებაში რაღაც პატარა ბარიერები, რომელიც ამას ცხოვრება მიგზავნის და როგორც მიგზავნის, ისეთი შემართებით ვხვდები, კარგს კარგად, ცუდად. არის ხალხი, რომელიც მაგალითად ნერვებს მიშლის, მაღიზიანებს, მე ჩემი პირიდან ისეთი სიტყვები ამოდის ხოლმე, ხანდახან დავფიქრდები და არა, ეს ედმეტი იყო, არ უნდა მეთქვა, მაგრამ ვცდილობ, რომ რაღაცნაირად სიტყვოთი და სიყვარულით შემოვირიგო, მაგრამ როცა არ გამომდის, თავსაც ვანებებ ხოლმე და მე მავიწყდება ყველაფერი ის გულისკენად და ის ცუდი საქციელიც, რომელიც მაგალითად ჩემს მიმართ იყო ჩადენილი. ყველაზე ლამაზი არის, ყველაზე ლამაზობაში გაზრდილი. როგორ შეიძლება ეს ადამიანი ცუდი იყოს? რავი, კაცების გაზრდილი ვარ და ალბათ ეს ლაპარაკის მანერა აქედან გამომდინარე მოხდა. დავწექი ავდექი და იმენა ამიდგა, ეხა უნდა მიდოდა ჩემი ტასაცმელი, всё? ან ნაკოლი მომეცით, როგორც კაცები. ერთად რო დადიოდნენ ხოლმე ბიძებთან ერთად და ისინიც პატარები იყვნენ და ერთად გაიზარდნენ და ცოტა რო წამოიზარდნენ და ანიც სულ მიყვებოდა ხოლმე, იქიდან აქ ეს სიტყვაობა თუნდაც გინება ძალიან არ უხდება ანის რომ გადაიჩიოს ძალიან მაგარი გოგო იქნება. ვინც გაატარებს მასთან 2 დღეს, 3 დღეს საკმარისია იმისთვის რომ მიხვდეს ის რა დროს რას ამბობს და ეს საწყენი იმისთვის აღარ არის ხოლმე. მე მაქვს ჩემი კანონები, ჩემი წესები და მივყვები ამ წესებით ჩემს ცხოვრებას. და რაც აქამდე გამომივლია და მიცხოვრია, სულ ჩემით მიკეთებია და ჩემით ამიშენებია. გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ არის მაგარი ტიპი, უბრალოდ მე დავინახე მაგ ადამიანისგან გვერდში დგომა და ჩემგანაც გიორგიმ დაინახა ის გვერდში დგომა, როცა 12 კაცი ერთ კაცს ჭამდა. ეს არ არის სამართლიანი და ამიტომ მე გადავწყვიტა, რომ გიოსთან ყოფილიყავი და გიოს გვერდში მდგარიყავი, როგორც ახლა გიო დგას ჩემ გვერდში. არანაირი გეგმა არ მაქვს, მივყვები იმას, რა დინებითაც მივდივარ ახლა და რაც მოხდება, ის იქნება და მოხდება და შევხვდები ისე, რაც არის და რაც უნდა იყოს. ანი, მიმართე მაყურებელს. თუ ვინმე ერთი ზარის გამოვუშვით და ამით შეწუხდით, ძალიან დიდი მადლობა. და გითხარი, რატომ უნდა დარჩე პროექტში? რატომ უნდა დარჩე პროექტში? ჩემი აზრით, კარგი საყურებელი ვარ და კარგი პრაიმ ჰაუსერი ვარ. კარგი, მოდი შევახსენოთ ჩემი ნომერი 0903030302 და ახლა კი ქეთევან ჩერქეზია, ჩვენი ბოლო აუთსაიდერი. მოდი ვნახოთ ვიდეო. მე ვარ ქეთევან ჩერქეზია, 28 წლის. მაქვს გაორება. ვფიქრობ, რომ ეს ნახატი არის ჩემზე. ჩემი მეორე მესი. მე თვითონაც ძალიან მეშინია. ხანდახან გონია რომ მომერევა, მაგრამ მე ნამდვილი მე რაც ვარ, ეგ ბევრად ძლიერია. სკოლაში ცნობილი სახე არ ყოფილა, მაგრამ მე რაღაც მოხდა ვისთან ერთად სწავლობდი ამ სკოლაში და ჩემი ბავშვების დაქალი იყო თან ეს გოგო გარდაიცვალა და მე თითქოს რაღაც ამოყირავდა ჩემი ცხოვრება და სკოლაშიც ძალიან ისეთი გავხდი ცნობილი ეგრე ვთქვა და არა სასიამოვნო სკოლაში რომ მივდიოდი მაგალითად ანუ არ ვიყავი პროსტა ქეთევანი და ვიყავი გოგო რომელსაც უბრალოდ გარდაეცვალა მეგობარი და ეს ანუ ჩემთვის დიდად სასიამოვნო არ ყოფილა
მივტე შაღბაში ჩავარდა. მეც იქ ვიყავი და ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ თითქოს გრძნობდი, რომ ყველა მე დანაშაულებდა თუ რაღაც ანუ იქ რო ვიყავი. ძალიან ცუდი იყო. ძალიან მხიარული ადამიანი ვარ, იმიტომ რომ ვცდილობ, რომ სულ სიყვარული გავცე. იმიტომ რომ მგონია, რომ ამაზე კარგს ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ადამიანები. ზოგადად ვფიქრობ, რომ ადამიანებმა სახე არ უნდა დაუკარგოთ. თავარი არის ეს ჩემთვის. ურთიერთობებში ვერ ვიტან გაურკვევლობას და ვცდილობ ხოლმე, რომ მოვაგვარო ეს. შეიძლება პირველი ნაბიჯი მე გადავდგა და მე წავიდე, მაგრამ ხანდახან ძირითადად უბრალოდ გამომდის ისე, რომ უხეშად შესკდომით. მაგ ვიდეოში ახსენებ შენ სიტყვა მძერი ჭამიას. თუ კაცობა ყოფნის, კაცურად აღიარე რა, ვიზე იძახი. ჰოროსკოპით ვარ შვილდოსანი და წლით ვარ მამალი. ანუ ეს მას ნიშნავს, რომ ვარ მამალი გიჟი პლუს შვილდი. მეძახიან მაუგლის, იმიტომ რომ ვიყავი ძალიან თხა ადამიანი, ვიზუალურადაც ჩემი აზრით ძალიან გავდი. მე რო გავიმარჯო, ძლიერი პიროვნება ვარ. ჩემი თავით იმდენად ვიამაყებ, რითიც შემოვედი აქ და რაც გავრისკე, ეგ იქნება ჩემთვის პასუხი იმაზე, რომ სწორად მოვიქცე. კეთი, როგორც ხედავ, ატირდი. რატომ? ემოციური იყო შენთვის ეს ვიდეო. და შენი ამ ხარის დანახება ადამიანებისთვის ალბათ ემოციური არის ნამდვილად. ხო არ გინდა რამდენიმე თქვა ამის შესახებ? არა. არა. კარგი. მაშინ მოდი მიმართე მაყურებელს და შენს გულშემატკივარს თუ რატომ უნდა დარჩე. ჯერ პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ იმდენი მესიჯი მომდის Instagram-ზე, ჩემთვის ეს ძალიან უცხოა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ვინც ჩემთვის ერთი ზარი გაიმეტეთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას ამისთვის და მინდა ძალიან დიდი მადლობა მოუხადო ჩემ სამსახურს Evo Family-ს, რომელიც ძალიან გულში მიდგას და მადლობა ამისთვის თქვენ. და შევახსენებ შენი ნომერი 09033303. ახლა კი მე მინდა სტუდიაში მოვიხმო სანამ გავიგებ თუ ვინ გახდება მაყურებლის რჩეული. ჩვენი სოციმედიის ხელმძღვანელი სოფო ისაკაძე. სოფო, გთხოვ. გამარჯობა. ნახეთ როგორი არაჩვეულებრივი სოციმედია ყავს. ისეთი შედეგები უნდა გაგიზიაროთ, არც ვიცი საიდან დავიწყო ჩამოთვლა. ჯერ უნდა აღვნიშნოთ, რომ Prime House-მა დაწყებისთანავე მოხსნა აბსოლუტურად ყველა ონლაინ რეკორდი. თუ კი რამე არსებობს. ძალიან სწრაფად ჩამოვთვლი. ჩვენს ყველა გადაცემას ყავს ერთდროული 30,000 სტაბილური მაყურებელი. მადლობთ, წაში მეგობრებო. YouTube-ის სტრიმა უკვე 9 მილიონს გადააჭარბა და ეს ყველაფერი თან მარიამ ზუსტად 24 საათში. ხო, არა. ჩვენ სასწაულ შედეგებს ვხდებთ და რეკორდებს ხსნით ყოველთვის. კი ბატონო. რომ არ დავჩაგროთ TikTok-ით თქვათ, იმიტომ რომ 1,5 მილიონი მოწონება გვაქვს და 1,5 მილიონი ნახვა. ასევე და ყველაზე მეტად რა მიხარია, ეხლა უნდა გაგიზიარო. იქიდან აქამდე, სანამ შემოვიდოდი, იმდენად სწრაფად იცვლება ჩვენი აუდიტორია, რომ ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, სანამ ჩვენი პროდიუსერი არ გვიკარნახეთ. გვიკარნახეთ გისმენთ? გვიყურებს. YouTube-სა და Facebook-ზე ერთდროულად გვიყურებს. ყოველ წამს იცვლება და ამ მომენტში გვითხარი. გისმენთ? ამ მომენტში YouTube-საც ვნახულობ და ვამოწმებ ერთობლივ შედეგებს. და ეს არის ციფრი ვერ ვეწევით იმდენად იზრდა. 42,000. 42,000 ერთდროული მაყურებელი. უდიდესი აუდიტორია, დიდი მადლობა უნდა გადაუხადო და ისე ვერ წავალ, სანამ ერთ საოცარ სიახლეს ვერ გაგიზიარებ. ახლა უკვე საქართველოში პირველად მხოლოდ ჩვენ გადაცემას Prime House-ზე იქნება ონლაინ სტრიმი Instagram-ზე. Instagram-ით ჩვენია. დიდი მადლობა ყველას.
ვაგრძელებთ რეკორდს. მადლობა ძალიან დიდი. და სულ რამდენიმე წამი რჩება ხმის მიცემის შეჩერებამდე და სულ რამდენიმე წამში გავიგებ თუ ვინ გახდა მაყურებლის რჩეული. მე ვიწყებ 10-ლას. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 ხმის მიცემა შეწყდა. ჩვენ სულ რამდენიმე წამში გავიგებთ თუ ვინ გახდა მაყურებლის რჩეული და სანამ გავიგებთ მე მინდა გითხრათ რომ ეს არის ალბათ ყველაზე მოულოდნელი, რადგანაც მე პირადად არანაირი ვარაუდი არ მაქვს და ყველაზე რთულად პროგნოზირებადი აუთსაიდერების გუნდის ამ შემთხვევაში ჟიურის უნდა ვკითხო, მიიღეთ თუ არა გადაწყვეტილება თუ ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა. ახლა უკვე წინასწარ განვიხილეთ სცენარები და თუმცა არ ვიცით ხო რა მოხდება ვის საერთოდ არ ვიცით ჯერჯერობით შევხედოთ ვნახოთ და როგორც ნერვიულობ რადგან პირველად ზიხარ აუთსაიდერების სკამზე არ მეგონა სხვათა შორის აი სანამ ამ სკამზე დავждებოდი იქამდე მეგონა რომ არ ვნერვიულობდი მაგრამ ეს ყოფილა რაც ყოფილა გიორგიმ კარგად იცის ანუ აქ ძმა არ ვიცი კარგი ქეთი ეს მინდოდა როგორც ჩვენ წინა დავიხილეთ არ მიიღო აუთსაიდერების სკამზე და ქეთი ამხნევებდა ახლა კი ქეთი ზის და სალომე ამხნევებს ძალიან მიხარია როდესაც ქალურ სოლიდარობას ვხედავ და ყოჩამ გოგოება ნამდვილად ანი ძალიან ჩუმად და ძალიან მშვიდად ზიხარ, მაგრამ იქნებ შენი შინაგანი ემოციები ჩვენს გაგვიზიარო. ოღლე. მე მეშინია. ეშინია? მეშინია. რა თქმა უნდა. როგორც ხედავთ, ყველა მონაწილე ღელავს, დანარჩენები ელოდებიან. გიორგი, არ შემიძლია რომ არ კითხო. შენ ალბათ დღეს ყველაზე მეტად ნერვიულობ. ძალიან ღელავ, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ზის აუთსაიდერების სკამზე და მინდა რომ ის პროექტში დარჩეს, იმიტომ რომ მე ის ძალიან მჭირდება, ძალიან. მართალია. მოდი ვიტყვი შედეგებს. სულ შემოვიდა 644,000 54 ხმა. მართალია ეს წინა გადაცემის რეკორდი არ არის, მაგრამ ყველა დანარჩენი გადაცემის რეკორდი მოხსნილია, როგორც ყოველთვის, როგორც წესი, როგორც შეგვეფერება. და როგორც Prime House ეკადრება და ამ ხმების უმრავლესობა 63,42% მიიღო ერთმა მონაწილემ. და ეს არის და მაყურებლის გადაწყვეტილებით პროექტში რჩება და მონაწილეების სკამს უბრუნდება. ეს კონკურსანტი არის. ეს კონკურსანტი არის, მეგობრებო, ერთ-ერთი თქვენგანი. ეს კონკურსანტი არის ანი ყიფშიძე! ანი გილონცავ! ანი! დეჟავუ მაქვს. ანი გილონცავ! დაიკავე შენი ყუთბილი ადგილი, რადგანაც შენ რჩები პროექტ Prime House-ში. ჟიურის გადაწყვეტილების ჯერი დგება ძალიან რთული არჩევანის გაკეთება გიწევთ ნამდვილად და როგორც ხედავ ყველა სცენარი სანამ მოვდივართ აქ ყველა თითქმის სცენარი გადათამაშებული მქონდა თავში და იდეაში თავიდანაც ფიქრობდი რომ იქიდან გამომდინარე ანი და გიორგი ესე ახლო მეგობრები არიან მეგონა რომ ანი უფრო ყველაზე მეტად უსაფრთხო იყო და მეც მაინც ფიქრობდი რომ აი ქეთის და თეონას შორის იქნებოდა და მთელი ეს პერიოდი მქონდა საშუალება რომ აი ვიდეოებს კიდე თავიდან ვუყურე რომ მივხვდარიყავი თქვენ ორი ვართ
მოკლედ ერთ-ერთი ადამიანი გამოირჩეოდა პრინციპულობით და მისი ოპონენტიც კი აღფრთოვანებულია მისი პრინციპულობით და ჩვენს მოგვეწონა მისი პრინციპულობა და თქვი ბატონო ავთო? არა, შენ თქვი. მე თქვა, ქეთი დარჩება პროექტი. თეანა იცაკიშვილი სამწუხაროდ ოვებს პროექტ Prime House. ქეთევან ჩერქეზიაკი ჟიურის გადაწყვეტილებით რჩება პროექტში. ჩვენ ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში, შემდეგ შაბათს 22 საათზე შევხვდებით რუსთავი 2-ის ეთერში. ხოლო თქვენ ყოველდღე შეგიძლიათ უყუროთ 23 საათზე Prime House. დროებით